გამარჯობათ ქალბატონებო და ბატონებო, წელს პირველად ვართ ეთერში, გილოცავთ კიდევ ერთხელ შობა ახალ წელიწადს, მრავალს დაესწრით ერთიან საქართველოში, სულ ჯანმრთელად და ბედნიერად იყავით. დღეს ჩვენი სტუმარი არის ისევ და ისევ პატა აბულაძე, ისე და ისევ ჩემთან, ჩემს გადაცემაში. გამარჯობათ ბატონო პატა, გილოცავთ თქვენს ასევე და მინდა დავიწყო 25 წლის შენაპირებით. 25 წელს კარგად მახსოვს, ძალიან გითხარით, რომ აიო დადგებაო 2026 წელი და სურპრიზებს დაელოდეთო. ნუ ერთი სურპრიზი უკვე მოხდა და ხო არ გაგვიმხედით ამ სურპრიზების შინაარს მაინც თუ პირდაპირ სურპრიზს არ გვეტყოდით. კიდევ ერთხელ მიულოცებ საქართველოს შობა ახალ წელს, რავი, ეს წელი ყოფილიყოს სიძულვილის დაძლევის წელი, ერთმანეთის გულების გახსნის წელი და რა ვიცი, საერთო პრობლემის წინ ერთად გავერთიანებულიყავით ქვეყნის გადაჩენისთვის. მრავალს დაგასურვოთ ღმერთმა სრულიად საქართველო. რაც შეეხება 2026 წელს. იქამდე მივიყვანეთ საქმე, თენგიზ ბატონო. უკრაინელი ბლოგერი დადიოდა რუსთაველზე. ანუ ისაც ლიბერასტი იყო რა, ნორმალური არ გეგონოთ. მაგრამ ისაც კი შეწუხდა. რომ ტიპი ამბობს, რომ ერთი ქართველი ბანახეთო კაცო, ვინც მოზეიმეო რუსთაველზეო, ერთი ქართველი შეგიძლიათ მანახოთო? აი ეგ საშინელება იყო. აი ახლა ვეკითხები ამ იმას რა ქვია, გამправებლებს. ხო გეპატიჟებით კაცო. რატო არ მოკიდეთ შარშან წინ დელივით თქვენ შვილიშვილებს ხელი და რატომ არ იზეიმეთ რუსთაველზე კაცო? რამ შეგიშალათ ხელი? შემთხვევით ერთი ადგილი ესე ხო არ გიშვებოდათ? ძალიან შავტუხა ბიჭები იყვნენ იქა და რა ვიცი რაღაცა შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ თქვენი მეუღლეებისთვის. ამის შიში ხო არ აქონდათ და ეს არის დასაწყისი ჯერ კაცო. ამაზე ჩასვლილი ახალი წელი საქართველოს არ უზეიმია. იმდენად დაგრუზ, კიდო კაი რუსული არხები მქონდა და იქ როგორც ყოველთვის. გადართავდი ქართულ არხებზე, ესე იგი, ამ პატარა ქვეყანაში სამმა საქართველომ იზეიმა. სხვადასხვა, ესე იგი, ლიბერასტულმა რუსთაველმა სხვაგან, ეს ტევ პირველები და მამაძაღლები მოკლედ, იქით სხვაგან, სახელისუფლებო ვაფშე სხვაგან, ქართველმა ხალხმა საერთოდ სხვაგან, ანუ ხვდებით ახალი წელმაც არ გაგვაერთიანა. ზეიმმა, არა კაცო. ყველას ჩვენი ისენი ყვავდა. არხები, ის არხები არ უსმენენ, არ მოусმინეს ან პრემიერის ან პატრიარქის მილოცვას. ეგეთ რამე არ ყოფილა. ანუ ხვდებით რა ამაზე საშინელი მდგომარეობა თუ. და ყველაზე მთავარი კაცო, რუსთაველზე, ესე იგი თავზე დაიმხო. საშინელება იყო. აი ინდუსებმა პაკისტან და გაგიჟდა ის რუსი ხალი თუ უკრაინელი ხალი დგას და თუ ქართველი მანახეთ აქ სად არისო. თან იგინებოდა მეო რასისტი არა ვარ, მაგრამ ბიჭო რავი ეს რა არისო აქაო. ეხლა ვეკითხები ამ ჯორჯია ტაიმსის ექსპერტიზორშკებს. ეხლა რა სიტყვით? როგორ ვაправით? სტუდენტები იყვნენ, ინვესტიცია იყო ეგა. თქვენ რატო არ იზეიმეთ ამ ინვესტიციებს ხალხთან ერთად? რა შეიკრიფეთ წყნეთში და იქ ოღონდ თბილისში არ ჩამოხვიდეთ, რატო არ გინათ დაინახოთ რა ხდება თბილისში? ეხლა რა პასუხს ასწრებთ თქვენ მამაძაღლებო თქვენა? მართლა მტრები რა. თან ეხლა ბოლო გადაცემა რო გქონდათ? ხო. ესე იგიო. რო ჩართეს რუსოფობია თან იქ ჩემ ეხლა ნუ მოკლედ დაიმხეს თავზე. ნუ გასაგებია. აღარა მაგათ ნუღა დაგვარგოთ მაგათ დროს, მაგათმა ხალხმა მაგათ გამოუტანეს განაჩენი ისედაც როგორც არის მაგრამ დაჭერა კიდე მოითხოვეს. ჩვენი? კი 2026 წელსო
ახლაო ხელისუფლებამო პატარა უნდა ხა გამოიბასო კაცო და ეგეთი კატეგორია ხალხი უნდა მიაბრძანოსო ციხეშიო აი პატრონს შეუბედურ დღეზე გაჩენილო წითელი ხალეჩით გამოვაშვებინე მე თავს შტერო შენა წარმოდგენ რატო იცი ვერაფერს ვერ უშვებიან სიმართლეს აი რა უნდა ქნა აი რუსთაველი მე ხარ კაცო ჩემ მოგონილი ხარ რა ვიდეოებს ვანახე რაცა იმას ვამბობ ჩვენ რას ვამბობ არა უნდა დადებილდე შენაო არა შენ ბრმახა შენ ეგ სტუდენტები არიან ინვესტიცია არისო სტუდენტები არის კი ამდენი ინვესტიცია არისო უარეს გეტყვი ვიღაცა ესე იგი ვიღაცა სუტინიორი წამლის ბარიგა და რაღაც ეგეთი გააძევა იმან ხელისუფლებამ საქართველოსთან რა 38,000 ქალმა ხელმოწერა შეაგროვა პეტიცია შემოუშვით საქართველოსიო ავადმყოფობის დონე ნახე ერის რა 38,000 მაგნაირი მე მგონი თუ არ ვწდები ქართველის რო იყოს ქართველის უნდა გააგდო არა იცი აი ამ დონეზე ვარ აი ესე შეხვდა საქართველოს ახალ წელს ეხლა რა ვთქვა ხალხს მოვატყუებ თვითონ ხალხი ვერ ხედავს რამე ანალიზს ვაკეთებ არა ეგ გამოვყოლ რუსთაველზე მაგრამ აი პროცესს შორიდან უყურეთ ახლა რომ მიხვიდეთ რა ვიცი იქ რავი შევაწყობ არ მოგაყინო კაცო დღისით გაიარე თუ გინდა საგამო დღის ნებისმიერ დროს გაიარე ვინიზეიმა საქართველოში განახებენ ქართველები სახში ჩაკეტილები რუსთაველზე ეს არაბული რუსთაველზე დაიმხეს თავზე კაცო და შუ აი ხო არაბული ტაში ტუში პაკისტანდული და აი მიდი მოვდივარ კაცო მაგათვის გავაკეთეთ ეს ნაძვისხე რა ქალაქის მერიამ დაუდგა რა აი იზეიმა რა გინდა რა სერჩი სტუმართ მოყარები ვართ ო ეგ დამავიწყდა თქვა მე სტუმართ მოყარეობა იმაშობა ჩვენ გძალავს ნამდვილად და ესე ხდება და რა იცი სათლა კატასტროფა იქნება ძალიან მაინტერესებს 14 იანვარს ველი დახალწესას თუ ეგენი გამოვლენ რუსთაველზე კი ოპერაციაზონი ნახავ გამოვლენ რა პრობლემაა მაგათმა ხო 14 იანვარი არიცია კაცო მაგათმა ნახეს რაღაცა მწვინავს ანათებს გამოდიან და ეგრევე მოდიან კაცო იქა და იქნებებიან ათასობით კაცო აი საშინელება სად ვივდივართ არაფერი რავი არ შეწყოთ ქართველებს საკუთარ ქალაქში რო გვერ გადიან ქუჩაში და მომავალ წელს აგერ თქვენ და აგერ მე თუ ესე გაგძელდა პირჯვარს ვერ გადაიჭერთ ქუჩაში მე თქვენ გეუნებით იმიტომ რომ შარშანწინ თქვენ ამასაც მიმტკიცებდით რომ არა კაცო რუსთაველზე როგორ ვიზეიმობ რა ვიცი შარშანწინ ქართველები ვიზეიმობდით ახალ წელს შარშან ვერ ვიზეიმით რატომ ხაც არ ვიცი მე რაღაცა ვეჭვია მაგრამ აი ამის გამკეთებელი არის ქართველები აკეთებენ ამას ყოფილი ქართველები აი ექსპერტები რო ქვიათ რა მამაძაღლიშვილები გარეწლები რა აი ბიოლოგიური ზიზღი მჭირს უკვე მაგათი რა აი მე ხალხს მოუწოდებ სიძულვილ დალიერ მეთქი აი ვერ გამამათ რო უსმენ ასე მგონია ყველა ავადმყოფობა რაც ამ ქვეყანაში აი მაგათი ბრალია რა ფულის გულისთვის ერთს აღარ აკეთებენ კაცო ყველაფერი იყიდება. ბიჭო, რამეს ხო არ ვიგონებ ხალხო, თქვენ თვითონ ნახეთ. ამომ გამოვყევით მეთქი გეუნებით. ჩემი გამოყოლოთ არ კიდე ჩართეთ და უყურეთ კაცო. ო, რა თუნდაც, აი ნებისმიერს ახლა 10 წლიდან დაწყებული ბავშვს ყველას აქვს თავიანთი Facebook გვერდები. Facebook-ზე და სულიდებოდა ესეთი რაღაცები, როგორ იმას ასე რო ვთქვათ. ჟარგონულად გულაობდა მთელი არაბისტანი. არაბისტანი. ინდონეზია, მარტო არაბები არ იყვნენ, პაკისტანელები იყვნენ, ყველანი, ანუ ქართველების გარდა ყველანი იყვნენ. კი, ეგ იყო. აი მე ერთი ვიდეოც იყო ესეთი, რომ ქართველი ხართ ვინმე ახალი წელი მინდა მოგილოცავ ეგრე ყვიროდა. აი ხო, ქართველი ხართ ვინმე და ვერ ნახულობ. ვერ ნახავდა. აი სიფრთხილე. პოლიცია ეხა ჩემი საძმაკაცოა ბევრი პოლიციაში. ბატა ერთი უნდა გენახავ რა ხდებოდაო. ახლა აი პოლიციელები თვითონაც ლაქნა საცოდოები არიან იმ შემთხვევაში. და ლაქნა აეროპორტში ერთი არაბი დარბოდა თუ პაკისტანელი თუ ინდუსი არ ვიცი, რავი ყველას არაფერს ოძახი მაგათ. და პოლიცია აი ეხა დავაკავთო არ დავაკავთო. აი მდგომარეობა რო აქვს. პოლიცია ხელის მოკიდების საშუალება რო აქვს. სანამ თავზე არ გადაისვარა იმ შავმა კაცმა
ხო? იქამდე პოლიციამ ხელი ვერ დაადო. და არ მოდარ იქ რაღაცებს ყიროდა, რა სიგიჟებში იყო ტიპი. აბა ეს გაეკეთებინა ქართველს. გაეკეთებინა, ვინ გაეკეთებინა? ეგრევე ამოყობდა კპდ-ში თავს. ეგრევე. აი, მაგ უნდა გაანგაროს. პოლიციას უნდა მისცენ მაგის უფლება. არა, რესურსია ქვეყანას მაგდენი. ხო, უნდა მისცენ. არა, კაცო, შეიძლება მაგან გამოიწვიოს რაღაცა ისეთი, რომ შეიძლება ქალაქი მართლა დავკარგო. რა მინდა კითხვა, არ ვიცი, მე და ერთ შენ გეცოდინება, მე მგონი. საიმიგრაციო სამსახურია რა ქვეყანას. კი ყავს მე. არა, ესეთი არ უნდა ტარდაში მოусლეს. ხო, ეგ არის, აბა რა უნდა ხსნან, თენგი. არა, ვიცი, ყველა ქვეყანაში როგორ არის, ყველა იმ ყველა ქვეყანა ცოტა ძლიერია და რაღაცას წარმოადგენს. შენ კაი გაჩერდით ის, რაღაც რუსთაველზე ვერ მიგიხედია 30 კაცისთვის. გაჩერდით ერთო რაღაცას მემან რაღაცა სიგიჟე არ გააკეთო, უკვე არ ვიცი რა. აი გამოვლენ ახლა ჯორჯიან თაიმსის ექსპერტები და რაღაცას გვიშვენიან. ხო, აი ერთ უბრალო მაგალითს მოვიყვან, მე შემემთხო ქუთაისში იგიც 3 ნომერი ავტობუსი დადის ესეთი რიონი ქალაქის ცენტრი რა. რიონი გარეუბანია ქუთაისის და ქალაქის ცენტრი და ამ რიონში არის გახსნილი ერთ-ერთი უნივერსიტეტი. ხო იცით რომელი უნივერსიტეტი ახლა ბიზნა რო გახსნეს უნივერსიტეტი და გზავრობდი რიონიდან მივდიოდი ქალაქის ცენტრში და მიმოვიხედე ირგვლივ მიმოვიხედე სავსე ავტობუსი მიმოვიხედე და მე ჩემ თავს უსვამ კითხვას სიზმარში ხო არა ვარ ხო ყურზე მოვიგიდე ესე ხელი მარტო მე ვიყავ ქართველი დანარჩენი იყოს სხვა ქვეყნის წარმომადგენელი რა ეს ინდუსები და ისინი და გავოსდი ქუთაისში ამდენი თან ქუთაისში კაი ვთქვათ თბილისი დიდია და მაგრამ ქუთაისი ეხლა უკვე დაბადარავდა ხალხის დაიცა და დარჩნენ მხოლოდ ესე და 10 ინდოელია და 3 ქუთაისელი ასე რომ ვთქვათ რა ქართველი ეგეთი და დღეში ვართ რა და ბატონო ბატა კაი ეს ახალი წელს ისეთი სასწაულების მჯერა მე მჯერა და ეს რა მოხდა ვენესუელაში უყურეთ რა სასწაული რაღაცა მოხდა კომიკური რაღაცა მოხდა რა ჩემი ზაზრით უყურეთ რა რასაც ტრამპი ამბობს აი ეს ოპერაცია ჩავატარეთო პირობას გადლით ცხინვალიდან ვერ მოიპარავენ კაცო ცხინვალიდან იქიდან კი არა ცხინვალიდან ეხლა რატომ მომხ მაგას ტიპი ცხოვრობდა პრეზიდენტი მადურო ცხოვრობდა სამხედრო გარნიზონში ცხოვრობდა იქ სამხედროებთან ერთად რა ხო წარმოგიდგენიათ აერო დაცვები და ყველაფერი ჩიტის შეფრენა გამორიცხულია ეგ თემა ეხლა ეგ ვინც არის სამხედრო არის შეიძლება დაადებილონ კაცო ეს რო იყო ხოლმე ხო იცი კიდე ტრამპი თემიდან კი არ გადავდივა ტრამპმა ესე გააკეთა სახეო და ტყვია თორე ტყვია ხდებოდა შუბში აი თქვენ პატრონს მაგის სიკვდილი უზრუნველებოდა მეორე კონტროლი გაკეთდებოდა ეგრევე კაცო კენე 6 ტყვია მოხდა ერთი კი არა კაცო ხო აი ესე გაწიაო თავი ესე გაწიაო და აცნაო აი თქვენ მოკლედ ხო ის გავდა ჩემთან სნაიპერი იყო აღარ ავყევი მაგის გიჟეებში კაცო თუ მაგის მოკლა უზრუნველებოდა კიდე გეუნებით საერთოდ ეგრე არ ხდება არის კონტროლი კიდე. ხო მაგალითად ეგ სხვა თემაა, მაგი ნუ როცა აი უყურეთ რა. სანამ დავიწყებოდი გადაცემა, მაშინ თუ ვილაპარაკეთ. სტრელა ხო აი ხო არ გისვრია სტრელა. იგლას რო ეძახიან. სტრელა. უყურე რა, სამხედრო კაცო. ხელში ხო გჭირებია, აი აქ რო შემოიტანონ. ზუსტად 20 წუთი არ დამჭირდება რომ გასწავლო ჩამოგდება იმის საფრენი აპარატების. მით უმეტეს ვერტალიოტის. იქ დიდი პრობლემა არ უნდა, პლუს უნდა უყურო მწვანე აინტოტურე გამოკარით და თვითონ მოძებნის. ეხლა უყურე რა. რა თქმა უნდა ეს იყო გაყიდული თემა. გაყიდული იყო იმიტომ რომ PVO-ს რეგლამენტი გაუთიშეს, ანუ შოი გათიშეს. ეს ვერტალიოტები შეფრიდნენ. პირადი დაცვა დახოცეს 80 კაცამდე, უმრავლესობა კუბელების და ეს მადურო თავით ცოლთან ერთად წაიყვანეს და მათურო ცინის იქ ჩადის ახალ წელს ულოცავს ამერიკაში ხალხს და არის თელი ტაშპანდური კაც. ეგაც არ არის თავარი. სანამ ეს მოხდებოდა ჩავიდა ჩინეთის წარმომადგენელი დაელაპარაკა. დაელოდნენ როდის გამოვიდა დატოვა ტერიტორია ჩინეთის წარმომადგენელმა და იმ ღამეს ხდება ეს ოპერაცია. ეხლა მეორე. მე რო ვამბობდი
სოლიდარობის ეთერში, ალტიფოს ეთერში თუ ამობდი. ზაზავიზიაზეც აქაც ნათქვამი მაქვს. რო ვეუბნებოდი, რომ ალიასკაზე, კაცო, ყველაზე ნაკლებად თუ რამეზე ილაპარაკეს უკრაინაზე, კაცო. ის შეიძლება რო შორდებოდნენ კორიდორში ესე ერთი სიტყვი უკრაინაზე და ესე ხელი მე იქ სხვა რამე გადაწყდა რომ ვეუბნები ამ ხალხს, კაცო. მანდ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეხლა ყურადღებით მომისმინოს ხალხმა რა. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, გამოვიდა კაცი ამბობდა. სანამ ეს მოხდებოდა, მისი პრეზიდენტობიდან დღემდე სულ იძახის ეს კაცი. მე რომ ყოფილიყავი პრეზიდენტი, ომი არ დაიწყებოდა, ბლა უკრაინის ამბავზე. სულ ამას ფიქრობდი, კაცო, ეს კაცი გიჟიეთ, გავიგეთ ერთხელ ხოთქვით, მაგრამ სულ ერთი და იგივეს როგორ იმეორებ, კაცო. ეხლა გეუბნებით მაგას რა აზრი ქონია. კაცი გამოდის და ამბობს, რომ ჩემს ნახევარსფეროზე, ხო სწორად გთარგმნი ეხლა ნახევარსფეროა. ხო. არავის არ მივცემ საშუალებას, რომ აქ გავლენები გააკეთოს. სწორია, მივესალმებ მაგას. აბა რა, კაცო. 2021 წლის 15 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა გადასცა ვახსენებ ხალხს. გადასცა სოდომიტურ სამყაროს, ანუ ესე რომ ვთქვათ, ევროპას და ამერიკელებს, უფრო ამერიკელებს, მოდი მოვიტყვეთ თავს, მთავარ სოდომიტურ ქვეყანას, გადასცა ულტიმატუმი, ან თქვენ უბრუნდებით 97-98 წლის სტატუსს, ანუ ეს ნატო, კატო და ეს ხუიატო უნდა გავიდეს, ან მე ამას ძალით ვაკეთებ. და დაიწყო რაც დაიწყო. ხო გახსოვთ, ეს ჩვენ ულტიმატუმი ნატოს გენერალური მდივანი რო გამორბოდა და ჩვენ არ ვერავიტანთ ესეთი ულტიმატუმების ლაპარაკს და რაღაცას რო იბირიქებოდნენ. ეხლა სად არია? ახლა გეკითხე, ამის მერე იქამდე მიიყვანეს პროცესი სოდომიტებმა, რომ ტიპს დაჭირდა არეშკინის გამოყენება. და ეს იმას ნიშნავს, რომ კაცო, ხვალ უკვე იქნება ატომური. ანუ მივიდნენ ბირთვულ წითელ ხაზამდე კაცობრიობა. სასწრაფოდ მოიყვანეს, კაცო, ტრამპი, სასწრაფო წესით მოიყვანეს. მოხდა ალიასკა. იქ კაცო უთხრეს, რომ ეს სფერო ჩემია, ეგ სფერო შენია. ეკონომიკაზე ვილაპარაკოთ, ანუ როგორც არის, ნავთობი, მძიმე ტექნიკა, რაც არის რა, იმიტომ რუსეთში ბევრი მოიპოვება, მოკლედ, უერთმანეთოდ ესენი მაინც ვერ გაძლევენ. მაგრამ ის რომ რაც იყო, აი ჩვენი ხელისუფლების პატრონები, დღემდე რომ რაღაცა იმედი რო აქვთ, მაგალითად შევეხები აუცილებლად. ის რაც იყო 34 წელი, ამან კაცობრიობა მიიყვანა ცივილიზაციის, კაცობრიობის ცივილიზაციის განადგურების რეალურ მომენტამდე რა. ტიპმა კიდე გონებით არეშკინი გამოიყენა და ისეთი რაღაც ხო ნახეთ რა, წაიხსნებოდა და რაღაცები გვარდებოდა, რა იყო ეს უბედურება. დღემდე არ ანახებენ იმ უშმაში იმ არეშკინის დაცემის ადგილს. დღემდე არც ერთი მხარე არ აჩვენებს. რა დააწია ყველა რადიუსი არის. არავინ არ აჩვენებს მაგ კადრებს. კიდევ ფოტო. ისეა გასაიდუმლებული. ეხლა უყურე. ტრამპმა დაიწყო ალიასკაზე შეთანხმებული პროცესი. ანუ ის თავის ნახევარსფეროს, რომელიც მისია და ძლიერია და მიტომარი მისი, არ დამიწყოთ ეხლა დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო, ლეგიტიმური პრეზიდენტი, ეს კაცო ერთ ადგილზე გაიკეთოს, ვინც მაგას ამბობს, კაცო. ეგ ნაკლებად აინტერესებს უკვე, რომ ძლიერია და ეგრეა, კაცო, ყოველთვის ეგრე იყო, რაც კაცობრიობა არსებობს, კაცო. ვინ როგორ დაამყარებს, უბრალოდ როგორ არის ის, ერთმანეთის შიდა საქმეებში არ ერევიან, ერთმანეთის გავლენის სფეროებში არ ერევიან. ხდები, ანუ რუსეთი არ ჩაერევა, კაცო, იქ ვენესუელასი რაღაცის იქ, არა კაცო, ეს შეთანხმებული როგორ დაამყარებს ომით, მშვიდობით, მოლაპარაკებით, ეს არ აინტერესებს აქეთ ამხარ. ტრადიციულ სამყაროს არ აინტერესებს, კაცო. იქ თვითონ ვენესუელაშიც ეს რომ დაიწყო ეს პროცესი, რა თქმა უნდა, სიგნალი იყო ლათინური ამერიკის კონტინენტის საერთოდ. სიგნალი იყო, რომ ეს თქვენი რაღაცა სიგიჟეები დამთავრდა. ეს სიგნალი იყო ევროპისთვისაც, კაცო. რომ ჩვენ ორი დიდი ბირთვული ქვეყანა, რომლებსაც
რომლებსაც ხელგვეწიფება კაცობრიობის ცივილიზაცია დავამთავროთ, ჩვენ შევთანხმდით სფეროებზე. გაყოფა. ვიღაცას მოსწონს აქ არ მოსწონს, რავი, არ მოგწონდეს და იყავი, კაცო. რა უნდა ქნა? რა უნდა ქნა რომ? ხო, აქ გაეროში უშიშროების საბჭო შეიკრიბა. გამოვიდა ტრამპი და ეგენი ვინები არიან რომ შეიკრიბნინო. რა უნდა თუ საერთოდ ეგ ვაფშე გასაუკუებელიაო, კაცო. მე გრუბიომ დაწერა რაღაცა გაერო ვაფშე რა არიციან ეებს ლაპარაკობენო. მე კი მიუწერე მაიცა კაცო გაჩერდი ეგ რო თქვი საქართველოს სამსახური და გავაგდეს მეთქი. მაგი რო თქვი რუბიო მოსალა მითხონდა. ამიტომ ვამბობ კაცო. ვიღაცას აქ მოსწონს, ეხა გამოვარტებიან ისა ტრამპმა დაარღვია სუვერენიტეტი იმის დანონახრი, რას მეუნება? არ გამაგიჟოთ კაცო. მართლა ესე მოხდა? უყურე შენ რა გაუკეთებია? მაძაღლე. ბიჭო, ამისანა დებილები როგორ არიან? არ დაივიწყოთ სიტყვა და ერთი განცხადებაც გამახსენდა იმ პოლონეთის ორბანმა რო თქვა. ორბანმა თქვა ზუსტად ეს განცხადება. მე ევროკავშირიდან არ გავდივარ და იცით რატო არ გავდივარ? თავისი დაიშლება ის. თვითონ დაჭლის პროცესიაო. აქ ორბანამდეც დაგჩნოდნენ ჩვენ. კი, მაგი ხო. მაგრამ უყურე, ხალხს მეუბნები, ეხლა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როკონობით 2026 წელი იქნება ჩვენთვის ძალიან საშიში. რატო იცი? როგორც კონსერვატიული სამყარო, ისე სოდომიტური სამყარო, ხო? საერთოდ არ არის მზად აი ამ ახალ ეპოქაზე. იმიტომ რომ ტიპებმა არიციან წარმოდგენაც არა რა მოხდა. მართლა ვერ აცნობიერებენ. იქ ვითომ ექსპერტები რომ მოყავთ, ხო იცით ესე პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი. ესეთი სტატუსი აქვს, ჯერ ვინ მისცა, მაგი. ის კი არ არის უბედურება რომ მაგას ეგ სტატუსი აქვს. იმ პროფესორების თავში ჩამახედა რომ ამ თქვენ აი ესე მოусმინეთ აკადემიურ საბჭოზე და კი ეს იმსახურებს ამ სტატუსის ტარებას. ესეთი სტატუსის ხალხი რომ აკადემიური საბჭო ანიჭებს და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი არა, დოქტორის იმას, ბიჭო, შეკადემიაშვილო, ჯერ იმათ ტვინში რა დატრიალებს, რომ ამათ კი თქვენს რომ იმსახურებს ამ სტატუსის ტარებასო. და მე ხო უნდა დაფიქრდე კაცო მაგათი წარსული რაც თქვენს, რომ საერთოდ აცდენილია რეალობას. აი როგორც სადა დედამიწა ისე რომ აცდენილი. რა ვიცი, აქ არა ვთქვი 2026 წელს მეთქი. ელოდეთ დიდ სურპრიზებს მეთქი. მე კი არ დამიკავშირე დავიწყეთ ზუსტად. ხო, მე კი არ ეხლა ვიღაცას ეგონება რომ შენ მე კი იქ კი არ ავზივარ და მე კი არ მითხეს ეგა კაცო. მარტივ მაგალითს გეტყვი 5 ლიტრა პივას რო დალევ დედი საბლავს პიცაო ყველა შემთხვევაში წახვალ საჭირო ოთახში ფისის გასაკეთებლად. ბიჭო არა ორთქლდება ეს პივა. ბიჭო რატო უნდა ამას დიდი ანალიზი ალიასკიდან დღემდე თუ ტვინი გიმუშავებს და გადახედა პროცესებს ხო უნდა მიხვდე რომ დამთავრდა ეგ შენით და რაღაც სიგიჟეებს რო ლაპარაკობდნენ. მე გადმოვართ აბა ჩვენ ახლო აღმოსავლეთ და კავკასიაზე, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ ხალხს გასმით უთხრა ხალხს. არაფერს ახალს ამერიკის პრეზიდენტი არ აკეთებს. ესე იყო ყოველთვის, კაცო, ესე იყო 98 წლამდე. მე იყო რომ გაგიჟდნენ ეს სოდომიტური სამყარო და დაიწყეს გაფართოება და რაღაცა დემოკრატიის სახელით, ადამიანის უფლებების სახელით რაღაცა ქვეყნებში, ანუ რკალი შემოარტყეს რუსეთს, ჩინეთს, რკალი შემოარტყეს და კინაღა მივიდა კაცობრიობა ფიზიკურ განადგურებამდე. აქედან გამომდინარე, კაცო, იმ ორმე კიდე აი გასაგებენაზე ვლაპარაკობ. ორი ბირთვული ქვეყანა, რომელმაც შეიძლება კაცობრიობის ცივილიზაციის დამთავრების, გაჩერების, განადგურების საშუალება აქვს, შეთანხმდნენ, კაცო. სფეროების განაწილების ვიღაცას ეს ყუში ცუდად ხვდება, ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ჩვენ სულ და გაიკეთეთ ერთ ადგილზე, კაცო ეგა. თუ დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა ხართ, ეგ კითხეთ აგერ კაცო იმათ ვენესუელებს, კუბელებს, სირიელებს, სერბებს, ერაყელებს, ბერძნებს, რომელერთი ჩამოგითვალოთ ხალხო. რას გიჟო 12 ბაზა დააყენა ერაყში, მოსულში, თურქეთმა.
12 ბაზა ხუმრობ თქვენ და ვინმეს კი არ შეეკითხა, კაცო. ამიტომ ეს სიგიჟებიდან რაც მალე გამოვა, ვინც ამ გადაწყვეტილებას, ალიასკის გადაწყვეტილებას, რომელიც საბოლოო არ არის ჯერ არაფერი არ დაწყებულა. ვინც არ დაემორჩილება, აი გეუბნებით, თამამად ღიად არავითარ ენის მოჭრილებას, ვინც არ დაემორჩილება, ის ქვეყანა აღიგავება მიწისაგან და პირისაგან და არავინ მისი დამხმარე არ იქნება. თუნდაც ეს იყოს პრიბალტიკა, პოლონეთი, რა ვიცი, საქართველო, ვინც არ უნდა ის იყოს, კაცო. ეს არის, ესე იყო და ესე იქნება, რაც კაცობრიობა არსებობს, ეგრე ხდება, კაცო. ეს მოგწონთ, არ მოგწონთ, მაგაზი არ არის, კაცო. ეს გეგმა მე მგონი ტრამპს წინა პრეზიდენტობიდან ქონდა. დაგეგმილი ქონდა, ესეთი უბრალოდ ვეღარ მოასწრო მე, მოვიდა სხვა და ეხლა გაავრცელა. ბატონო თენგის, ტრამპიც მართვადია, კაცო. ხო, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ხალხო, ესე მარტივად რო უყურებთ ამ ბირთვულ ქვეყანას, რომელსაც ტრიადა აქვს ხელში. სამივე ქვეყანაზე გეუბნებით, ახლა ჩინეთთან ცოტა ნაკლები, მაგრამ ამ ორ ქვეყანას მაინც, ხო? რომელიც კაცობრიობის ცივილიზაციას შეუძლია. წარმოგიდგენთ რას გეუბნებით? აი ცოცხალი ორგანიზმები შეუძლია გააჩეროს რა, გაანადგუროს. ეს ორი ქვეყანა შეთანხმდა, კაცო. ისთვისაც ჩვენ მჭირდებოდით ამ ცუდომიტურ დასავლეთს, აღარ მჭირდებთ, რატო შეთანხმდნენ უკვე ალიასკაზე, რომ всё აღარ მჭირდება რა. ფიჩხი რო გვინდოდა შენთან შეკეთებისთვის აღარ მჭირდება. კაი ხალხი ხართ ქართველებო, აი ბალანძეც, აი მაგარი ხალხი ხართ, მაგრამ ნუ დავთავდა რა, იმიტომ რომ ამ პროცესმა კაცობრიობა მიიყვანა კინაღამ ბირთვულ ომამდე, კაცო. ტიპი იქამდე მიიყვანის ადგეს და არეშკინი ისროლა მეთქი, კაცო. ორ ქვეყანას შორის აგდებდნენ დიდ ამის მერე ის იმას კი ანიშნავს, ისინი დაზმაკაცდნენ და დამეგობდნენ და ისინი არა კაცო, ისინი მაინც ერთმანეთის ისინი არიან კონკურენტები. არავინ აღარ გადავა წითელ ხაზს არავის გულისთვის. არავინ ის არც ერთი ტრიადა ქვეყანა ამერიკა და რუსეთი ყავს ხედულობაში არავის გამო კაცობრიობას არ დამთავრებენ, მით უმეტეს ამ პატარა ქვეყნის გულისთვის, კაცო. რა თქმა უნდა. 47 მილიონიანი უკრაინა ჩამოიყვანეს 18 მილიონზე ხალხო, დაფიქრდით, კაცო. რაც არ უნდა თქვენ იბნიოთ რუსთაველის ამერიკული დროშებით, ბრიტანული დროშებით. რაც არ უნდა თქვენ დანარჩენმა საქართველოს ქართული დროშებით იფრინოთ ჩვენ სუვერენული დამოუკიდებელი და მოკლედ აი ესეთი ხალხი ვარ ჩვენი წინაპრები და რაც კიდეთ იყვირეთ, კაცო. აი ერთი კითხვა გამიჩნდა ახლა ბატონო ბარდა თქვენთან ზუსტად ამასინად ნახე, სადაც ნახე მე არ ყო იქ არ ყოფილა არ ნახე უბრალოდ რომელიღაც გვერდზე ვნახე ქართველების მარში იყო ის ჩვენ ახლა რო დარბიან ისე და გქონდათ გამოტანილი და დაქონდათ ბრიტანული დროშა. რატო დაქონდათ? აი შინაარსი თუ შეგიძლიათ მე ვერ მივხვდი, ვერ ავხსენე. აი იმას უკვე შიფრავენ, თვითონვე შიფრავენ დაფინანსება საიდან მოდის მაგათი? ამიტომ აღარ ისეთ დაფინანსება აღარ მოდის. უყურეთ რა. გითხარით რაღაც გადმოვალთ ახლა ჩვენ თემაში. ხო, რატო ვამბობ, ვიცი? იმიტომ რომ აი ამერიკის დროშა იყოს, კაი გასაგებია, იყოს საფრანგეთის დროშა იყოს, ევროკავშირის ქვეყნების და ბრიტანეთი ხო არც ევროკავშირის ქვეყანა არა და არც ამერიკას არ ეკუთვნის. ხო, მაგრამ ცივილ ესე მაგათი გაგებით, სოდომიტების გაგებით არის ცივილური სოდომიტური სამყაროს წამყვანი ქვეყანა და ანუ იმ სამყაროს მიეკუთვნება სოდომიტებს. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით ხალხო. იმ რუსთაველზეც რო დადიან, აი ამ დროშებით რო დაფრინავენ. კამერის გარეშე რო დაელაპარაკო, ყველა მიცის, ყველა ხვდება იმას, რომ ეს რაზეც მაგენი ადრე აპროტესტებდნენ და რაღაცა ევროკავშირი და თვითონაც იციან რომ ეგ თემა დამთავრდა. მაგრამ კიდე გეუბნებით, იმდენად არიან უკვე სიძულვილში გადასაზრდილები, დარწმუნებული ვარ, ეგ რო დაიშლება ევროკავშირი, მერე დაიწყებენ რა მიცულობა აი თურქეთის მხარდაჭერი აი ოღონდ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდნენ სიძულვილში არიან გადასულები რაღაცას მოიფიქრებენ კაცო ამას წინათ უსმენდი რაღა ტიკტოკის ის ქონდათ ბრიტანეთიდან ქართველები იყვნენ რა აქ ოპოზიციონერები ოღონდ უკვე იქ რო ცხოვრობენ რა ბრიტანეთში და არჩევდნენ როგორ გითხრა არჩევდნენ განვლილ საპროტესტო აქციებს ხო ტექსტი
ნუ კაი ბრიტანეთში ცხოვრობს ერთი იტალიიდან ჩაერთო მეორე საფრანგეთიდან იქიდან აქედან და ერთი და იგი არა აი TikTok-ში რო იციან ხოლმე გასაგებია მაგრამ ტექსტი ქონდათ ერთ და იგი აი უყურე ნახე ჯერ ხო ერთმანეთს აბრალდნენ ლიდერებს აბრალდნენ რატო ჩავარდა რატო ვერ მოხდა ძალადობრივი რევოლუცია რატო არ დავცხეთ პოლიციელებს რომ დავცხეთ ხალხი გაიქცა მე ერთი ამართლებდა რომ ბიჭო ხალხს რა გინდა ამ ხალხისგან თვითონ ლიდერი მოკლედ ამ კანიწელში ხო იყო და ბოლოს ფიქრობდი რა ბიჭო ემათ მართლა ესე გონიათ რომ აი პოლიციელებს რომ მოხდა ეგაც რომ მომხდარიყო მართლა ეგონათ რომ სამეზობლო ახლა მათ დაუშვებდა ეგ ხელისუფლებაში მაგრამ მე ბოლოს მეთქი იტყვიან თუ არა მეთქი აი დილის 5 საათამდე წარმოგიდგენე ბიჭი კიდე უსმენდი რა არ იყვნენ ახლა რიგითი ოპოზიციონერები და ბოლო თქვა ეს რა როგორც იქნა რა ბიჭო ბოლო კაიოთ რა ჩვენი რა ბრალიო ხო ნუ ერთმანეთს რომ ვაბრალეთო თვითონ ისინი აქ იშლებიან აქ მოდითო ისე გამიხარდა მე ფიქრობ მეტად ჩამეწერა რა ეხლა ეს თვითონ აქ დაერხა თუ ამათო კაცო ბიჭო ჩვენ მაინც ნუ დავსხებთ ერთმანეთს რა აი ცოტა ბოლოში მაინც თუ მიხვდნენ ოდნავ თვითონაც იციან თენგი მაგას ამას უმტკიცე პროსო ხელისუფლებაა რომ თესავს იძულვილ კაცო და აწყობს ეს ხალხი რატო ის ამათ ფონზე ესენი კარგად ჩანან კაცო ეგეც არის თორე კიდე თვითონ ნებისმიერი გამოიყვანე თუ გინდათ მაგათი ლიდერები გამოიყვანე მით უმეტეს ეხლა ტრამპის მერე აი რაც გააკეთა და ღიად რო გაზაცხადა მე მაგალითად ხარდაჭერი გავხდი ტრამპის დაიწყო როგორც იქნა პირების შესრულება კაცო როგორც იქნა დაიწყო რა ლიდერიც თუ გამოიყვან თვითონაც გეტყვიან რომ ნუ კაი ხალხო რა გადროს ევროკავშირია ვერ ხედავ რა ამბავია იქა კაცო შესაბამისად აქ მე რო ორი გადაცემა ეგ თქვენ ხომ მაინც იცით და აი ჩვენი საახალწლო ბოლო გადაცემა მოუსმინეთ რას ვთხოვ ხელისუფლებას და ხალხს კაცო შეწყვიტეთ ერთმანეთის იძულვილი მეთქი ამას გეუბნებით მე აი ადამიანი რომელსაც რა ვიცი სულ თქვენთან ომში ვარ გეუბნებით ისეთი ახალი პროცესია დაწყებული ისეთი ახალი ეპოქალური პროცესია დაწყებული რომ ერთმანეთის სიძულვილი დაგობრმავს და ვერ ხედავთ ეს მოგვიახლოვდა კაცო კი არ მოგვიახლოვდა უკვე ახლა გეტყვით ახლა ჩვენები ესე ვთქვათ ოცნების ხელისუფლება ლიბერალური მხარე იქ არიან კონსერვატული მხარეც ეს ტრადიციული სამყაროს ხალხი ესე იგი ყველა გზას ცდილობენ როგორმე კრემლთან დაალაგონ აჰა ეგ ხო მინდოდა კითხვის და იქიდან პასუხი არის ერთი თქვენ ხართ კოლექტიური სააკაშვილები თქვენი დრო დამთავრდა თქვენ არ გესაუბრებით ესეთი პასუხით გაიგებენ ხოლმე გამოვარდებიან იმათზე გაბრაზებულები რუსებზე გაბრაზებულები და აქ რებს ლაპარაკობენ რა რუსოფობიურ განცხადებებს აკეთებენ გაბრაზებულ გუნებას აგერ ხო ნახეთ საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ მოინდომა დღეს რო ახლა საგარეო საქმეთა მინისტრი აი წარმოიდგინეთ ეგოს ვიცი რა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს აი ამ სიტუაციაში ითხოვს რუსეთის დასჯას უკრაინის გამო ახლა რამხელა ტუპოი აი ვიტვიტაა რა ახლა კიდევ ისინი რუსები სერიოზულად არ უყურებენ ამათ რა აღარ აღითქვამენ სერიოზულად იმიტომ რომ ნუ ახლა დღეს არის ხო აღარ იქნებიან სად წავლენ კაცო მაინც ესე მოუწევთ თორე ამათმა ეს ამ განცხადების მე ემათმა სერიოზულად რო შეხედონ არა კაცო დაგშლიან დედალმამლები არა კაცო გაჩენიკები აგეთ რია ნოვოსტის მქონდა ეს ხო მაგრამ ამის განცხადება აიტაცა აფხაზებმა აიტაცეს ოსნებმა ჩეჩნებმა სამეზობლომ რა და მოკლედ აიტაცეს და ატრიალეს ამ იმაში სააგენტოებში ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის ისა განცხადება ხო ნუ არაფრად აღარ ათვლიან ეს თემა დამთავრებულია მეთქი კაცო ბიჭო უცხოებზე ხო არ გეუნებით ჩემიანებზე გეუნებით კაცო სანამ ესენი არიან აი რამდენი ხანიც იქნებიან იმდენი ზიანს მოუტანენ ამ ქვეყანას თვითონ კი არ უნდათ რომ მოუტანონ კაცო არ ის აი ტრამპს აქ ეგეთი მეთოდი ხარ რაც გააკეთა მოსყიდვა
მოტაცება, 80 კაცის დახოცვა, საჭირო გახდება სამშობიარო დაბომბავს, კაცო. რა პრობლემაა მაგათვის? ვაფშე რა პრობლემა. აქეთა სამყაროს სხვა პროცესებია, კაცო. მე არ გეუბნებით, რომ აქეთა სამყაროსთვის ესეთი ძალიან ჰუმანური. არა, კაცო, შეიძლება ისეთიც იყოს, რომ ვაი ჩვენ პატრონს მე. ამიტომ ეს თემა გადაწყდა მეთქი, რომ ვეუბნებით ხალხო, მარტივ კითხვას დავსვათ. რაც ტრამპმა გააკეთა ლიბერალური გადმოსახედიდან, ეს არის ოპერაცია ხელისუფლებით. და რაც ამან გააკეთა რუსეთმა ეს ანექსი. ეს გრენლანდიაზე. ხო, გრენლანდია. ახლა უყურე, ახლა უпростоოდ რასაც ტრამპი აკეთებს გრენლანდიაში, ეს ანექსია თუ ოპერაცია. ანუ ყირიმიზაცია, იქაც. მაინტერესებს, როგორ ვაფასებთ ამას? სოდომიტური სამყარო, ტრადიციული სამყარო როგორ აფასებს, ვიცით, კაცო. თქვენ ხელისუფლება როგორ აფასებთ ამას? ევროკავშირის მოტრფიალეებო, როგორ აფასებთ ეგა? არ არის ეს ანექსია? ანექსია. ანუ ყირიმში ანექსია იყო? იქ ოპერაცია. და იქ რა ხდება? იქ როგორ რა სიტყვებს ხმარობთ იქა? რას მოვიგონებთ? ანუ ხალხო ეს თემა დამთავრდა მეთქი. მოგწონს შენ ეს აქა ვენესუელებს მოსწონთ ესა არ მოსწონთ, რა ვიცი კუბას მოსწონს, არ ქართველებს მოსწონთ, არ მოსწონთ. არავინ თქვენ არ გეკითხებათ არაფერს, კაცო. არავინ არაფერს არ გეკითხებათ მეთქი, როგორ არ ესმით, კაცო. იმიტომ რომ არაფერი არ ახარ, კაცო. შენ კი არა, შენ დიდი ქვეყანა აგერ აუცვა და აცკაპლეს პრეზიდენტი, კაცო. ო, ისე მოიგვარე. შეთანხმებულად კიდე ერთხელ გეუბნებით. გამორიცხული თქვენიათ ეს არ ცხინვალ და ვერ მოიპარავ კაცს, კაცო. ეს ღაპლები მოუყვეს იმათ, კაცო, ვისაც ისჯერა რომ ტრამპა თავი გაწია და იმიტომ გადარჩაო. იმათ მოუყევით, იმათ დაიჯერება. ესეთი სიგიჟეში არიან კიდე. ეს იმთხელა რამე მოხდა ქართველმა კაცმა, მე მაინც გონია რომ ბიჭო რაღაცას მოტვინავთ რა, იმიტომ რომ როგორც ლიბერალს, ისე ტრადიციულს, ისე პროხელისუფლო მომხრეებს ერთიანად გვეხება, ხვდები? თუ ჩამოინგრა ჭერი, იქ შენც მოყვები, მეც მოყვები ვიკენდით და რავი ჟუჟუნას, კაცო. ანუ იქ არ ირჩევა ვინ შენი სახარ მაშინ გამოიწე. არა კაცო, ესე არ ხდება. საერთო სახლის გადარჩენის პროცესი თუ გინდათ დაიწყოთ, მაგრამ ვერ დაიწყებს სანამ ხელისუფლებაში არის ესენი, რატო? თვითონ ხელისუფლება თესავს სიძულვილს. ხო და ეგ არის ყველაზე საშინელი უყურე, შობა იყო, ხო? შობის ღამე იყო. ამ პატარა ქვეყანაში სამაკ საქართველოს მიზეიმა. ხელისუფლების, ლიბერალური და დანარჩენი საქართველოს ტრადიციული. წარმოგიდგენია, აი პეტერე ქვეყანა 4 საათის სავალი, 1 საათიდან 2 საათამდე. 4 საათის სავალი. და აი პატარა ქვეყანაში 3 საქართველოა ხალხო. ყველაზე მეტი. წარმოგიდგენია, როგორი სიძულვილი გვაქვს. თვითონ მოძღვრებს შორის ეკლესიებში, სინოდის წევრებს შორის, კაცო უკვე. რუსთაველზე ხო ნახე რა იყო? თუ ის ხალხი კაცო საპატრიარქოს და ეკლესიის წიაღში არიან, კაცო. ბიჭო, მაშინ რუსთაველზე რა უნდათ? ანუ პატრიარქი სხვაგან აკეთებს წირვას, ისინი სხვაგან? რა ხდება ამ ქვეყანაში მაშინ? თქოს იმდენად საშიში სიტუაცია, რომ ესენი ვერაცნობიერებენ. ამათ გონიათ, ეხლა მე მაგათ ვაკრიტიკებ. კი არ ვაკრიტიკებ, კაცო. აი პაპუაშვილი რო გამოვიდა და რო თქვა, რომ ევროკავშირი აღარ არის უსაფრთხოების და კეთილდღეობის გარანტია. ბიჭო, რავი, მაგი რო გითხარით? კეთროვანებით ვიყავი, კაცო, და სამსახურზე გამაგდეთ, კაცო. მაგი რო გითხარით, მაგის გულისით გამაგდეთ, კაცო, რო გითხარით, ბიჭო, გაანებეთ ამ ევროკავშირის თავი მეთქი. ხელს საჯაროდ ვერ ესე გაიხედავდი ხოლმე, ვინმე ტელევიზია ხო არ გიხერს და როგორ ხარ პატა. გეშინოდათ შენთან მაგ სიტყვების გამო შენთან გამარჯვებას თქმა გეშინოდათ. თქვენ საერთოდ მამუსი გააქვთ ეხლა რომ მაგას ამბობთ კაცო. და დღემდე დგას კიდე ეს წილოსანი რო გამოვარდა. ჩვენი გზაო კაცო, ჩვენ კაცო იქ ევროკავშირში ბიჭო დაამთავრდა ევროკავშირი ადმინი ხარ შევ პატრონი. აკია ხო. ბიჭო თვითონ ევროპელები თავდებითო კაცო. აი ეს კავშირი თავდება თორე იქ მე ერთმანეთს დასწრები ჯერ სადახართ იქ პროცესები იწყება სასწაული კაცო. ბიჭო შენ სადმე იკაჩები ამ ქვეყანას.
მაგწილოთანზე გამახსენე. გასაგებია კი მიეკაჩები, მაგრამ ის არ ქაჩავ შენ და თვითონ იშლება რა სადმა მიგიყვანო. მაგია. აი შენ რომ მოხვიდე ჩემთან ახლა სახს და მე სახს ვანგრევდე ჩემს სახს. რაფერ მიგიღებ ერთი სტუმრად გამაგები. ხო არა მოdaigre სახ ლეგაც. მეგრევა სახს და საშემოგიშვა ადამიანო. მაგას თვითონ ხალხო მან რა ლაპარაკი. ეხლა პროცესი როგორ არის? კიდევ ერთხელ გეუბნებით კაცო. პროცესი არის ესე. ის რაც იყო დასრულდა ის პროცესი აი რაღაცა ჰააგის სასამართლოები და ჟენევის კონვენციები და იქ რომის სტატუები და რაღაცა სიგიჟები რო იყო სტრასბურგის სასამართლოები და სტრასბურგის ეუთო და რაღაცა ხო მოიგონეს ამათო რაღაც სიგიჟები ორგანიზაციები ეგ დამთავრდა კაცო ბიჭო თუ ეს დამთავრდა ანუ იმ სახელმწიფოებს ჩვენ სამეზობლოებს მოეხსნათ ეს წლეხი ხო სწორია კი ანუ თუ პანდორის ხუთი გახსნა ტრამპმა თუ იქ ესეთი რამე მოსულა მეც რაღაცა მე რა აქ არა ლობიოს ვარჩევ თუ რა იქ თუ შეიძლება ისე გაკაც შეიძლება ხო ბიჭო მე სამეზობლოზე მაქვს ლაპარაკი არავინ არ უჩით ხვალ რა მოხდება აქ ცოტა შორის სანამ ეხა ჩვენ აქ ლაპარაკობთ სირიაში მიდის გაქანებული ომი ეხლა გადავდივართ იმენა პოს ჩვენ სამეზობლოზე გელაპარაკებით ამ სირიის პროცესი მე გადავალ და უფრო გავშვილთ მაგ თემას თელი მიზანი ამ პროცესის სირიის პროცესი არის რომ ეს ქურთები გადაისროლონ ირანისკენ კაცო რა არის რომ ირანში მოხდეს უკვე შეიარაღებული შეტაკება ირანი არის 82 მილიონიანი სულ ყველაფერს თავი დავანებოთ აი ყველაფერს თავი დავანებოდო 2 მილიონი ანუ 82 მილიონიდან 1 მილიონი ტოლვილი რო დაიძრეს აი 1 მილიონი ტოლვილი დაიძრეს სამოწევიდე ხო გზა სასომხე ხო სასომხე და ჩვენ რა შურებით ხალხო თუ რას აკეთებთ მე რა პოლიმეტით დაждებით თუ ავტომატს გადაატარებთ ბავშვებს და ქალებს ბავშვებს თუ ამხელა კატაკლიზმების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ეს ქვეყანა, კაცო. ჩვენ კი არა მარტო ის სასამართლოებით აზერბაიჯანი, მაგრამ სასამართლოც კარგად აქვს საქმე, აგერ გუმრის ბაზა უკან და იქ მე მგონი იქ დაალაგდებიან რა იქაც რუსებთან. მაგრამ შენ აშვები. ხელისუფლება ხალხის ოპოზიციაში, ხალხი ხელისუფლების მიმართ სიძულვილში, როგორც ხელისუფლება ისე ხალხი ერთმანეთის სიძულვილში მეორე კასტა საერთოდ არ იციან სად არიან მაგათი სამყარო საერთოდ ჩამოინგრა აღარ იციან რა გააკეთონ იმიტომ რომ მაგინი არ არიან დამნაშავეები მართლა მეწოდებიან იმის მაგინოთ რომ ხელისუფლებას აი ამ დროისთვის მოემზადებინა აი ამ ეპოქისთვის რა აი ამ დროისთვის რომელიც ვეუბნებოდით წინასწარ რომ ეს დრო მოვა და საზოგადოება ახალგაზრდობა მოამზადე ამისთვის ნუტენი ამ სოდომიტურ კანონებს, ნუტენი ამ რაღაც სიგიჟებს, კაცო. და რელსები ისე რომ ქვეყანა არ შეერყია და რელსები წყნარად გადაეყვანა ტრადიციულ დიდი ჯულის კანონისკენ, აი გასაგებენაზე რო ვთქვა. იმის მაგივრად სიძულვილი, რუსოფობიური განცხადებები, ფაშისტური განცხადებები, ნატოს სწავლებები დღემდე თავი მოაქვთ. დღემდე ტრაბახობენ რომ ყველაზე დიდი კონტინგენტიო ჩვენა ყავდაო ნატოს წევრ ქვეყნებშიო ავღანეთშიო კითხვას რო დაუსვავს ეხლა ის ავღანელი ან მე რო აი მეგისვავთ კითხვას რატომ ხოცეთ 20 წელი ავღანელი ხალხი რა დაგიშევათ იმ ხალხმა რამე ოკუპაცია გაგიკეთეს რა ლობიოში ხელი ჩაგიყვეს თუ რას წაიეთრიეთ იქა და ესაც ხო ის არ არის რა ვიღაცა ამერიკელების გამო წაველეთ და 20 წელი მხოცეთ კაცო თან თავი მოგვაქვს გაიგე ჩვენ ისეთი მაგრები ვართ აი 20 წელიო ყველაზე ქვეყნებზე მეტიო ჩვენ ხოცავა რამე ბიჭო რა დაგიშევა რატო ხოცე ჩვეულები ოკუპანტი იყავი შენ მაგისთვის თანაც მიმტკიცებდი 20 წელი მიმტკიცებდი რომ საქართველოს უსაფრთხოება ავღანეთში გადასულ სულ ფიქრობდი კაცო გავშლივდი ამ ლუკას აღარა ავღანეთში აღარა ვარბე თუ რაფერ უნდა დავიწყო ახლა იქ ამან ჩემი უსაფრთხოება როგორ გადის ავღანეთზე აი მე რას ვიტყვი იცი აი შემიძლია რომ სანაძლეო ჩამოვიდე იმის გულისთვის რომ აფხაზეთის თქვა ის ავღანეთის
70%-მა საერთოდ არის საქართველოსა და რა თქმა მაგაზე უყურე თენგით მაგაზე კი არა ლაპარაკი იმდენად იყავი შენ იმ სამყაროს წევრი იმდენად იყავი გასოდომიტებული და ხარ კიდევაც რა რომ შენ დადიქი და ვიღაცა ამერიკელების გამო აი სადღაც 8000 კილომეტრი სხვა კონტინენტზე რო ცხოვრობენ წახვედი და ბიჭო მუსლიმი ხალხი ხუცე მიტკიცებდი კიდევ ხეგონი მიტკიცებდი რომ შენ იქ საქართველოს უსაფრთხოება იქ გადისო მე გამოიქიცით იქიდან ვისაც ეუბნებოდით ისინი ისო ხელისუფლებაში დაბრუნდნენ მაგრამ დაბრუნდნენ უფრო ძლიერები ბიჭო გაგენებებინა თავი ისეთ დაჩენაკებულები იყვნენ ისევ ისინი დაბრუნდნენ ხელისუფლებაში თალიბები რა მაშინ კითხვას დავსვათო ეს ბიჭები რატო დავახოცნიეთ ეს ბიჭები ხეიბარები რატო გავხადეთ ანუ შენმა პოლიტიკამ შედეგი ბოლოში შედეგი იყო ის რომ არაფრის გულისთვის დაიხოცა ბიჭები არაფრის გულისთვის დაინვალიდა დასახიჭრდა არაფრის გამო აი არაფრის გამო რა საერთოდ არაფრის გამო ჩვენ ქვეყანას მაგით ერთი რამე წინსვლა ან ეკონომიკაში ან რეპუტაციურად არაფერი არ მოხსნია ამიტომ ბუჭო ამ სიგიჟეში ხო ცხოვრობდით კაცო ეხლა ვიღაცას მოსწონს არ მოსწონს მაშინ მითხრა სხვანაირად როგორ არის კაცო ამ სიგიჟეშია ეს ხელისუფლებას გაზრდილი მეთქი კაცო ცუდები არიან ამას არ მობიჭო ლუიგებენ ეს კაცო რომ მაგათთვის მე ცუდი მინდა არა კაცო ბიჭო არ ესმით სხვანაირად არ უცხოვრიათ თენგი სხვანაირად არიციან გინდათ ეხლა რომ აი თუნდაც რომ იცოდნენ ბიჭო იმდენი შეურაცხყოფები აქვთ ნაყენები ტრადიციულ სამყაროსთან პლუს დედის გინებებით კაცო აი პირდაპირ გაგებით დედის გინებები აქვთ გაკეთებული ხელი აქვთ დარტყმული კაცო ფიზიკურად ხელი აქვთ მეთქი დარტყმული ბიჭო ეს ხალხი ვერ მოაგვარებს იმიტომ კი არა კიდე გეუბნებით რომ ჩავიდეთ ძალიან პაზორნი სიტუაციაში მოხდება იქა რა აი პაზორნი იმიტომ ეს უყურე ბიჭო შენ ის არა ხარ გუში რა ვქი პარლამენტიდან რო გავდივდი და ხელი რო ჩამარტყი შენ ის არა ხარ ბიჭო რა რომ მოვიდენ და შეაგინე პუტინს და პუტინის დედა მომყავ რო ამოვდი ეხლა პრეზიდენტი ხარ როგორ მოდიხარ ჩემთან ნამუსი გააქ საერთოდ სანამ ჩემთან მოხვიდოდი შენ ის არა ხარ რომ ბლედ პაზორნი წერილებს უწერდი იქ ოკეანის გაღმელებს და დამინახე უკვე ჩამობანილები ვართ და კაი ვაზელინი გვაქვს ერთი ტაკება გვინდაო კაცო ამას არ წერდით კაცო თქვენა ამ ქვეყანის ეს იმიტომ არის მიუღებელი უკვე ტიპულად არის მიუღებელი კაცო მაგრამ სანამ ესენი ეს მოხდება ჯერ საზოგადოება უნდა შეთანხმდეს რაღაცაზე უსაფრთხოების ქოლგაზე ყველა უნდა შეთანხმდეს ყოფილი ლიბერასტი ყოფილი პიდარასტი არა ყველა უნდა შეთანხმდეს ერთ რამეზე კაცო ქოლგა ქვეყნის დანგრევის გაჩერების პროცესის ქოლგა როგორ იქნება რომ მე ეს კოროზია რაც არის ქვეყანაში დაწყებული რომ დაშლის პროცესი დაწყებული რომ არის რომ არ ვიმჩნევთ რა ბიჭო როგორ ვაჩერებთ ისევ გარეთ ვიყურებით იქ ევროპისკენ მაშინ ამათი გადადგომა არ ხერს არც რიგარში ჩატარება არ ხერს რა აზრი აქვს ეხლა ყველა ფული ხარჯო ამიტომ ჯერ ეს საზოგადოება და პოლიტიკური უნდა შეთანხმდნენ როგორ აკეთებთ რა მოტივით ვაკეთებთ რიგარშეს იმიტომ კი რომ ქართველებს ეს გვინდა რიგარში არა ეპოქა დაიწყო ახალი ამიტომ გარე მოვლენება მიიყვანა სიტუაცია იქამდე რომ უნდა ჩატარდეს რიგარში არჩევნები მაგრამ სანამ ჩატარდება როგორს ვატარებთ ახლა ერთი კითხვა მაქვს მაგრამ როგორს ვატარებთ გასაგებია მაგრამ ჩვენ ხელისუფლებას არ უნდა ხალხთან საუბარი და რა ვქნათ უყურე არავინ არ ეკითხება ხელისუფლებას შენ გინდა თუ არა ისე კარგად დაჯდებიან და ისე კარგადაც გააკეთებენ რასაც ხალხი მოინდომებს მაგრამ თვითონ საზოგადოებაზე მაქვს ლაპარაკი სანამ ჩვენ ერთმანეთი გძულს აი მაგია უნდა გაერთიანდეს ერთლამესში გავერთიანდეთ საკუთარი სახლის გადარჩენაში ხო დანგრევის პროცესი გავაჩეროთ რაღაც მე კაცო რომ გავარემონტებ სახს მე შეგენ კიდე დავწვოთ კაცო არ არის პრობლემა კაცო ეს ჩვეულებრივი ცოცხალი ორგანიზმია და ვიკამათოთ არ არის მაგ აფშე არ არის პრობლემა მაგრამ ჯერ სახლი გვენგრება შენს მეც და ყველას კაცო როგორც ხალხის ქვეყნის მტრებს ისე პატრიოტ ხალხს მაგრამ ყველას გვენგრება ამაში ყველა მოუყვებით კაცო
შენ უგონია რომ მე გადავჭი. არა შენ გჭირდება ეს პრობლემა. ხდები, ანუ აქამდე მივართ მეთქი ხალხო. დაუკვირდი ორჯერ გამოვიდა პარლამენტი გოსდუმის დეპუტატები და ისაო ყირიმის მაცხოვრებლებსო საზღვარზეო ისაო რა ქვია არ უშვებენო საქართველოსიო დონბასში დაბადებულებს არ უშვებენო თითქოს ეხლა ახალი ამბავი იყო ეგა ბიჭო რატო შარშან რატო ვერ დაინახეს შარშან წინ რატო ვერ დაინახეს ეგ ამბავი და მაინც წელს რო დაინახეს იმიტომ რომ დრო მოვიდა დანახვის კაცო დრო მოვიდა იმისა რომ ვეულები ამ ხალხს რომ უყურე წერილი სია გადმოგცეს დონბასში გადმოგცეს მე და მამუკა პიპიას სია იქ მებრძოლი ქართველების რომელიც იყო 12 მე ყოველთვის ეხლაც ვიმეორებ რომ ყველაზე ნაკლებად ქართულ ლეგიონში ომობს ქართველი ყველაზე ნაკლები არის ქართველი 12 კაცი სია მომწ მეტი კი არ არის მე იქ ცოტა მამუკამაც და მეც ცოტა ესეთი ტონით უთხარი რომ მე ვთხარ ამას რომ მაძლევ ამ 12 კაცს და აქეთ რომ 200 კაცი ქართველი და ომობს მეთქი ეს როგორ არის საქმე მეთქი კაცო ამას რომ მიპიარებთ მე ვთხარი იქა რომ აი ლეგიონი და იმას აკეთებ აქეთ რომ 200 კაცია 100 კაცი დამაკდა ბატალიონი რო შექმნილიყო ამას რატო არაპირებს თქვენი ტელევიზია აფხაზებთან, ოსებთან, რა ვიცი, ჩერკეზებთან, იგუშებთან, ჩეჩნებთან ერთად რო ომობენ. იგივე ქართველები. ანუ მე რატო გეუბნები? და ესენი ვინც სიას გადმოსცა, ესენი არიან რუსეთში არიან ძებნილები როგორც ტერორისტული იბე. ანუ შენ თუ ეხლა უყურე მოვა მაგდროთ, აგერ თქვენ და აგერ მე. რო წაუყენებენ ამ ხელისუფლებას, მიზეზია ეგ უკვე. ჩვენები მიზეზია, კაცო. რომ ჩვენგან ძებნილი ტერორისტი თქვენთან საქართველოში იმყოფება და არ გადასცემ მე დაგიძახებენ შენ როგორ ტერორისტულ სახელმწიფოს გამოვარდებიან კი ბატონო ეხლა ვიგებთ სოდომიტები და რაღაცა იქ ევროპაში არაფერი არავის მაგე თქვენი დაცვის მე აზრი აღარ ექნება ამ ხალხს ვეუბნები კაცო მოგწონთ თქვენ თუ რასიზმ აი გამოვიდა ტრამპი და თქვა აი მინდა და ვაკეთებ რასიზმთ რო ახლა გეუბნებათ ეს კაცი ბიჭო ახლა როგორა იცი ეს ქართულ კაც ყურში ხდება როგორ იცი როგორ მე ხო სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო ვარ რა მე სუვერენული სახელმწიფო იყო ვენესუელაც სერბებიც ერაყელებით სირიელებიც აგერ ღაზა სექტორში, რა ვიცი, აგერ იორდანია, მითხარით ქვეყანა კონტინენტსაცა ყველა სუვერენული ქვეყნები იყო და მაგრამ რატომ ხაც, რა ვიცი, აგერ გრენლანდია არის სუვერენული ქვეყანა? რა შევებით ახლა? ბიჭო, ამიტომ ამ სიგიჟებიდან გამოვიდეთ, ვიფიქროთ ქვეყნის გადარჩენის ქოლგაზე. უსაფრთხოების ქოლგაზე იფიქრეთ. ვიღაცას რო ახ ჩემი სიტყვები და ჩემი აზრი რო ამ ჯარის გადაყვანაზე რო ვთქვი ხო აი გამოძევას ამათ როგორ მიიღეს იცი ეს რა სიგიჟეს ლაპარაკობს ეს ოკუპანტი კაცო ეს პუტინისტი ბიჭო რა ვიცი ჩემის გადანგრეულო ჩემს აკლიდან 36 კილომეტრში დგას კაცო დედაქალაქიდან დგას მაინც აწი შენ მაგას ვეღარ გაიყვან უკულისამდე კაცო სანამ დედამიწა იარსებებს ესენი იდგებიან კაცო არა ვერ აწი ხომ ვერ გადაიყვან კაცო ახლა გეკითხებით ბიჭო მაინც აი უბრალოდ ერთი მიზეზი თუ აქვს დაასახელოს რატომ უნდა გავიდეს ახლა იქ მდგომი რუსი მაგაზე არ ფიქრობენ ერთი მიზეზი რა გვაქვს ჩვენ იმისთანა რომ გავიდეს თან ხოჭი ასწავლობ პატარა ნაბიჯი გადამდგასო ჩვენსკენაცო ბიჭო რა ფეხები დაგითბილავთ კაცო რა გინდა არც ნაბიჯს არ გადმოდგავს და რა ვიცი თუ გადავხედავ ჩვენ სამეზობლოს ახლა აღარ მინდა ერთდაგივე გამოვარო რა ვიცი რაღაც ზანგეზურიო ალიევმა აი ზუსტად მაგის თქმა მინდოდა ეხლა რა შეება კაცო არა ხო გიმტკიცება პრემიერ-მინისტრი მეორე გზა არა წინა გადაცემ წინა დეკემბერში გვეუბნებოდა ეს ზანგეზური თემა დაიკეტაო კაცო რა ვიცი ალიევმა თქვა რომ არ დაიკეტაო მეორე გზა მჭირდება აუცილებლად ხო და რა ეხლა რა შევებით ეხლა რა შევებით
რას გიჟობთ ეს ხალხი ბიჭო აი ეს 1.600.000 კაცი გიჟები რა აი ჩემი ჩატული თუ ყველა გიჟები ვართ რა ბიჭო რავი მე ხო არ ვამბობ კაცო თქვენი პატრონები ამბობენ ამას მე უკვე რომ ვამბობდი კაცო მე რავი გამარჯვებას კეთროვანი ვით მიყურებდით მე ხო არ ვამბობ კაცო თქვენი მე პატრონები ამბობენ ვისით გჯეროდათ ვიზეთ ორგაზმი გემართებოდათ რა ვიცი კაცო ბიჭო უკვე ისინი ლაპარაკობენ აბულადიზაცია იმათ დაეწყოთ კაცო ახლა მაინც მოვიდეთ გოზე მეთქტორი დავი დაიშლება ეს ქვეყანა კაცო მართლა დაიშლება ნახე რა გორლაზია კაცო ისინი ჩვენი მეზობლები რა მოხდება ირანში რა პროცესები დაიწყება რა კატაკლიზმები მოყვება აბსოლუტურად არავინ არც ერთი აი არავინ არ ვართ მზად რა ხელისუფლებიდან დაწყებული ბოლო სოდომიტამდე დამთავრებული არავინ მზად არ ვართ აი ამ პროცესებისთვის რა მივდივართ როგორიცი ერთი დღე გავიდა ვინ უისლობა ბოგო აი ეს დინებით მიხვებით რა რამე პრევენციის სახით რამე გაკეთდეს რამე აპაპაპაპაპაპა ის რომ ბიჭო რავი რაღაცა არა კაცო პირიქით სიძულვილი ეს კრემლის აგენტი ეს ცერუს დიპსტეიტის აგენტი არ ვიცი რა აი ეს იგი შეშივართ ხალხო მე რა მგონია იცით საქართველოს მთავრობაში არანაირი გეგმა არ არსებობს არც ცუდის და არც კარგის არაფრის გეგმა არ არსებობს მარტო ერთი გეგმა როგორ შეგძულოთ ესაა უყურე მაგათ ეგენი გამოდიან აი უყურე რითი ფარავენ იცი აი ამ პრობლემას რომ ხალხმა იმ ღრუბელს აი რომელიც უკვე შავი ღრუბელი რომელიც აშკარად შემოვიდა უკვე ჩვენ რეგიონში აი აშკარად ნუ ყველა რო უგრძნობთ რა ამიტომ ჩემი გზობა გადართეთ და ნახეთ კაცო რა გაგანია ცხელი ომი მიდის უკვე რითი გადაფაროს ესა რაღაცით ხო უნდა გადაფაროს რომ საზოგადოებამ ეს არ უსმინოს ხან არაბიზაცია ხან დაჭერები ხან ძებნაზე დასვები ხან რაღაც არაფერმა ბიჭო ეს ამ პროცესს არ აჩერებს მეთქი კაცო წავიდნენ რუსეთში ვითომ ეხა გააგზავნეს პოსტალიონები დასალაგებლად ბიჭო აღარ სადა ეს კამერა ხომ მიყურებ ბიჭო შეწყვიტეთ გითხრეს იმ ხალხმა რომ არ გელაპარაკებით თქვენაო არაო იმ ხალხს რომ უჩვენებთ ყვილა ფულს ხარჯავთ ხოდა რამე და პესკოვთან მithom არ გამოვიდა ეგ თემა გამოვიდებული ჩამოვიდა და კიდევ რუსოფობიული განცხადებები აკეთეს ვიცი მეთქი ხო უყურე ეს სააკაშვილით რო ხელისუფლებაში იყოს სააკაშვილით ამ მდგომარეობას ჩავარდებოდა იმიტომ კი არა მაშინ სააკაშვილის დროს მაგის პატრონები კაცო ძლიერად იყვნენ მართლა ძლიერად იყო 2008 წელს აი ძლიერად იყვნენ კაცო როგორ არ იყვნენ გაიხსენეთ როგორ ბობოქრობდნენ ჩვენი პატრონები დღესაც რო არიან ისინი რო დამთავრდნენ ეხლა აი როგორ გულით ხანდახან წარმოდგენა მაქვს ესეთი აი სააკაშვილს 2008 წელი კისერზე რო არ ქონოდა აი 2008 წელი პროსო მაგას აი არ არსებობდა დაუშვით 2008 წელი მაგრამ ხელისუფლებაში ყოფილიყო რატომღაც ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ისეთი პოლიტიკური ვამპირია ეგა ესევე გავარდებოდა ჯერ ალიევს ჩაასწრებდა კრემლში ჩემისთანა ხალხს ფიფიასნაირ ხალხს ყველა რესურს გამოიყენებდა არადა ჩვენო რესურსი გვაქვს პოსტსაბჭორო ქვეყანაში არავის არ აქვს ეგეთი ჩვენო რესურსი გვაქვს მოსკოვში ამ რესურსს გამოიყენებდა ისე რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ყველაზე სტრატეგიული ქვეყანა ჩვენ გავხდებოდით და იმიტომ კი რომ მაგას საქართველოს უყვარდა რაღაცა და ეგ იქნებოდა მუდმივი პრემიერ-მინისტრი მუდმივად გაინფორმებდა პრემიერს ხელისუფლებაში ყოფნას იმ ხელა ვამპირია ეგ პოლიტიკურ ამას გათვლიდა და საქართველოს ის მოსახლეობას ისე დაულაგებდა მაგათ სწორად შეუფასებდა სწორად დაულაგებდა სიტუაციას და ეთყოდა და თან ფაქტებით ეთყოდა და სწორედ შეფუთავდა მას ეს შეფუთვათ არ უნდა რა თვითონ პროცესები ანახებდნენ რომ სწორედ მოიქცა რატომღაც აი ესე ამათ არ იყო თუ პოლიტიკური გამჭრიახობა ამას ჩასვლა ქვია ვაფშეტა თუ ეს ქვეყანა დღეს ჩემის თანახალხის თუ დაეჯერებინა ჩავატარებინები თვითმმართველობის არჩევნები დღეს აფხაზეთში ჩატარდებოდა ვინ ყოფილა მართალი მე მამუკა ფიფია
და ეს საზოგადოება რომელიც ამას ხვიროდით მიხეილეშკენტი და აი ნუ აღარ ვარ გამოდები გულბად ცხილაძე და ისინი ვინ ყოფილა მართალი თქვენ სადახართ აბა მანახეთ თქვენი რა გამართლა გინდათ ხელისუფლების პატრონების იქ მიდოთ ევროკავშირში საერთო ევროკავშირში მიდიხარ ესე იგი რა ვიცი რო კითხავ კონსტიტუციონალისტი დაამთავრა საფრანგეთში ენის უნივერსიტეტი კოლუმბიის რავი მე ვერ გასწავლეს იქ გათვლა რა მე ანალიზი ვერ გასწავლეს რავი რაც ანალიზები ქონდა 34 წელი ყველა წყალში ჩავა და მთავრდა აი ბუშტივით გასკდა და საზოგადოება არა კაცო მზად მეთქი კაცო ბავშვები ახალგაზრდობა მზად არ არის მეთქი თენგი შენ გესმის ეს პროცესი რაც უფრო გააქტიურდება აქ რა პროცესი დაიწყება თო ძალიან ცუდი იმიტომ რომ რატო იცი იმან სამყარო რო ჩამოენგრა იმან არ იცის რა გააკეთოს იმან არ იცის სხვანაირად როგორ იცხოვროს კაცო არ მოამზადა ხელისუფლება არავინ არ იზრუნდა არ დედამ არც ეკლესიამ არავინ არ იზრუნდა კაცო მაგას რომ თაობები გაეზარდა მოემზადებინა იმას მარტივი გზაც არ აქვს საერთოდ წავიდეს საწავიდეს ისიც არის არიცის იმას თუ ხარობდა საფრანგეთში ჩავიდო და ეიფელთან გადაიღებდა რა ვიცი პარლამენტარები და ხელისუფლების ცოლები გარბოდნენ საფრანგეთში თუ იქ პედიკურის გამო სამსახურში არ წავიდოდნენ ჯერი გადაფრიდებოდნენ პედიკურს გაიკეთებდნენ და გადამფრიდებოდნენ მე სამსახურში მოვიდოდნენ და მე ეს დაძლებოდა და იქ ვაიმე იქ რომელ პარიზში რომელ ქუჩაზე იკეთებ ვაიმე ჩამაწელინე რა ეგ მე სამართლი ეგ სამყარო დაუმთავრდათ ტიპებს. ხო. და რა ქანან ეხლა? კაი, გეკითხები. არის იმ ბავშვმა. იმ ბავშვს ეგონა იქ გათხოვილი კაცო ტაში უკრავდა, ეგ ყოფილა ევროპაო. როგორ გამოწდა უკვე ეგ არ ყოფილა ევროპა. იქ დამთავრდა ეგ ევროპა. ეხლა ის ბავშვია დამნაშავე, როგორ დამნაშავე ის ბავშვი? შენ რო ხელისუფლებაში მოხვედი 10 წლის იყო ვაფშეტა. აი მაგალითად რა მაინტერესებს იცი? აი ჩემი შვილებია რომ გაიზდებიან თქვა, გაიზდებიან და მეტყვია ბაბუ რა გააკეთე? რა გააკეთე? რა გააკეთე? რა უნდა ავიტოზო ასე და ანახე ჩვენი გადაცემები შვილო ბაბუ აგე რასაც ვაკეთებდი და გიჟი მყავდა თქო მომყავდა თქო და რავი ეუნებოდა თქო და არ უჯერებდი თქო და ძალიან ცუდ დღეში ვარ. უყურე თენგო უყურე. ხო მარტივი გასაკეთებელია. ამ ტელევიზიიდან მოუწოდე. მაცხოვარს ხო წავართვით ბავშვები. აი ეს პანსიონატში, ადიგეში. რა ფული არა აქვთ? ეს ხო როგორი მართლები თო. ეგ ლობჯარიამ და დიპტეიტ მაგა მოყარა. ანუ ხელისუფლებას არ უნდოდა და ლობჯარიამ დაშალა პანსიონატი. ის ბავშვები სად არიან? ვინმე მიკითხა? ან მკვდარი ცოცხალია, რას მიაღწია ციხეში მორფინისტი გახდა, რუსთაველზე დგას, სად არის ეს კაცი ბავშვები? აი ეგეც ის არის, იცით? ჩვენ იმას გადაცემას ვინც უყურებს მე მგონი გადადის და გადადის მაგრამ ერთს არ დაუწერია მაგრამ ერთმა დაწერა რომ რა ქვიო და იმ მამაოს ეხლა მეკითხი აბულაძე იყო გვარად ჩემი მოძღვარი იყო ეს და ეს ვიცი იმიტომ დამახსოვ ჩემი გვარი ჩემი ქონდა რა ხო მართლა გვაინტერესებს ჩვენ სად არიან ბავშვები უბრალოდ აი უყურე ეხლა ხო ბიჭო გამოყონ ფული ააშენო და ღმერთს ატეებას თხოვ და დააბრუნო გახსნან ისევ პანსიონატი. ეხლა მიიღუშლის ხელს კაცო. და რამდენი ბავშვია ქუჩაში? აბა ეხლა მიეცი ეკლესიას ისევ გაზარდოს ბავშვები კაცო. ეხლა კაი ლობჯერია ცუდი იყო ქაქია და გააკეთა ეგა. ეხლა შეხუხარ, ეხლა ხო აღარ არის ლობჯერია. გააკეთე მინგიშლის ხელს. ანახე საზოგადოება შენი ნაბიჯი კაცო ეკლესიისკენ დაბრუნების. არა კაცო, ეხლა გოში კარგად ითქლენ ესე. სახეებით. მაგრამ ეს იყო როგორ იცი? სახელისუფლებო მოძღვრები. იქ არც ოპოზიციონერი მეარგეონები ტრადიციულ სამყაროში იდგნენ კაცო და ერთმა მაინც დაუყვირა იქა, რომ ბიჭო, აქ რა გინდათ თქვენა? და აი ამ ხალხს ვინც ეკლესიაში დახვდა ხელისუფლებას, იცი რა სახის? კრემლის აგენტი, დიპსტეიტი აგენტი. ესე იგი ერთად ვიყავით ჩვენ და ლელუელები ჯერ სულ ეგრე იყოს რატო ძაბავს სიტუაციას რატო ართულებ კაცო მაგის დრო აქვს ეხა ჩვენ ერთმანეთს აქ უძაბოთ და ესე სიძულვილით ვილაპარაკოთ ის სახლში ბიჭო რავი დღეს ხვალ სახლი უნდა დაგეგრეს კაცო ვისაც რა უნდა ამ ქვეყანაში იმას აკეთებს ხო ეგრე არის და მითო ვარ კარგად ყოისაც რა უნდა იმას რო აგერ თანაც სამეზობლო გეუნები კაცო ვისაც ახლა აღარ უნდა უხეში სიტყვები თქვა რა აი ვისაც რა მოუნდება იმას აკეთებს კაცო
ერთი კაცი ვერ დაგიჭერია რომელმაც ემიგრანტი აეროპორტში ერთი კაცი ვერ ძლივს თანამ თავზე არ გადაისვარა იმ მამაცახლმა იქამდე ხელი ვერ მოკიდეთ კაცო იმდენად სუსტი ქვეყანა ხართ და ეხლა მაინც მოდით მეთქი კაცო ახლა გითხარით 26 წელი ეს არაფერი არ არის საერთოდ რაც მოხდა ეხლა ეს რატო იცი ეხლა ეს იყო ახალი და ამისთანები რამდენი იქნება თენგეს იცი აი ეს მოგეჩვენება დეცკისადად ეხლა ტრამპმა გააკეთა ეს დეცკისადი ეგ არაფერი არ არის კაცო კიდე ამის იქით იწყება რაც იწყება კაცო ვაი იმ ქვეყანას ვინც წინააღმდეგობას გაუწევს აი ამ ქვეყნების გადაწყვეტილებას აი პრინციპში მოდი ვთქვა სამივე ქვეყნის რაც არ უნდა ის დამოუკიდებელი და გაეროს მუხლებით და ჟენევის კონვენციებით იყოს გამაგრებული აი ფეხებზე კიდიათ რა ხო რა ის ქაღალდია რა სიფარატინა არავინ რა ყველაფერი გვაქვს ხვიცი აბულაძეს არ დაუჯეროთ თქვენს პატრონებს დაუჯერეთ თქვენს ყოფილ პატრონებს ან ჯერჯერობით კიდე პატრონებს დაუჯერეთ რასაც ესენი გეუნებენ ის გააკეთეთ კაცო ყური ხო გვაქვს თავი ხო იმიტომ ხო არ გაბია რომ მუცელში წყალი არ ჩაგივიდეს კაცო ბიჭო რასაც ხედავ იქინა გამომდინარე მაინც გააკეთეთ საქმე კაცო კაი ადრე გიშ მეძახოდნენ რაღაცა რავი კრემლის აგენტიო რამის იმის აგენტიო ამის აღარ შემიძლია უკვე მაგაზე აცრილიო მაგაზე აღარ მაინტერესებს ბიჭო ახლა მაინც გააკეთეთ ბიჭო ახლა თქვენი პატრონები რასაც გეუბნებით ის მაინც გააკეთეთ კაცო თვითონ ამბობენ ნო გეიმო თუ როგორი ოვე გეიმო დამთავრდა რა ჩვენ მე არაფერი კიდევ ხალხს მეუბნება აი მოუწოდებ კიდევ ერთხელ ხალხს ხო სიძულვილი გადადეთ დროებით მაინც ვიფიქროთ ამ ქვეყნის უსაფრთხოების ქოლგაზე არავინ არ მოიკიდებს ზურგზე აფხაზეთ და სამოჩაბლოს და არ წაიღებს კაცო სახში თუ არ გაატან შენ დღეს ჩვენ გვაქვს ესეთი სიტუაცია თვითონ ქართულ მოსახლეობას გვაქვს ჩართული ქვეყნის უტილიზაცია და ფიზიკურად ქართველი კაცის უტილიზაცია თვითონ ჩვენმა გვაქვს ჩართული 2025 წელს მე არ ვამბობ ზემოთ და ქვემო ბოდბეში 2025 წელში ერთი ბავშვი დაიბადა შეიძლება თბილისში მოყავდა აქ ამშობიარეს მეგონით მოცემულობა ფაქტი რაც არის სამშობიაროში ერთი ბავშვი შეიძლება საქართველოს თბილისში ჩამოიყვანეს სამშობიარო ხო არსებობს ფაქტი კი როგორ არ არსებობს კაცო იქ სამშობიაროს იმას ველაპარაკებს რომ რა ვიცი ხა ბოდბეში ახლა დავიჯერო ყველას იმდენი შესაძლებლობა აქვს ხო ლაგოდეხშიც არის მოკლედ ფაქტ მოცემულობა ეს არის რომ ერთად აღებული ზემო და ქვემო ბოდბეში 2025 წელს ერთი ბავშვი დაიბადა სო ეხლა სად მე ეგ თვითონ არკვიეთ რა საკმარისია გამრავლდებით ეგ და ეგა ამიტომ აი უმორჩილესი თხოვნა მაქვს აბულაძის გინება პრობლემას არ მოაგვარებს კაცო აბულაძე ისეთ რამეს აკეთებს რომელიც არის როგორ გითხრათ ყველა მიცით რომ ესია ყველა მიცით რომ სიმართლეს ვამბობ აი რო არ დაბადებულა და ყველებს ლოზის იმანაც კი იცის რომ სწორს ვამბობ მაგრამ ამის აღიარებას კომპლექსი გაქვთ არ გინდათ ამაში შეეგუოთ და ამისთვის წირავთ ქვეყანას არა და სხვა გამოსავალი არ აქვს თუ მართლა არ აქვს კაცო ადრე თუ რაღაცას ხალხს ვატყუებდით ნატო ევროკავშირით დამთავრდა მე არ დავამთავრეთ თვითონ მაგათმა დაამთავრეს კაცო თვითონ თქვენმა პატრონებმა დაამთავრეს კაცო ამიტომ ხوار მოჩავყვით კუბოში იმათ რა კაცო თუ ჩავყვებით ქვეყანა აღარ ვიყოლება ამდენი ემიგრანტი ყავს ეს ემიგრანტი როდის რა იფეთკებდა ეს სპეცსამსახურები როდის რა დროს გამოიყენებენ ამათ უკვე მინები ჩადებული თბილისში უკვე ჩადებული ეგ მინები როდის ააფეთქებენ აქ სიტუაციას რატო იცი ამათ გონიათ რომ twin შეწინააღმდეგება ამ ორი ქვეყნის გადაწყვეტილებას აქ რუსები ტანკებით შემოვლენ იმდენად წარმოდგენა აქვს დიდი თავის თავზე ვიღაცა ამათ გონიათ რომ ვიღაცა ეხლა რაღაცად ჩააგდებს თამათ და ტანკებით შემოვლენ რა გჭირდება ბიჭო შენ ტანკი რა გჭირდება აგერ დებს უკვე ეს მინა კაცო არ გჯერათ გამოვყენით დღეს საღამოს რუსთაველზე მეტომ განა არ გინდა თქვენ გადი თუ კაი მე შეიძლება გძულვართ თქვენ გადი და თქვენ ნახეთ კაცო უდიდესი მინა ეს ისეთი მინა ამას ვერთი ჯარი ვეღარ გააჩერებს კაცო
ვერც პოლიციის რესურსი არ იყო ამით გაჩერება თქვენ არიცით და ამის უკან დგას კაცო ძლიერი სახელმწიფოები შენზე ძლიერი სახელმწიფოები დგანან ან ამ რეალობას ჩვენ გავითვალისწინებთ და შევთანხმდებით ქართული საზოგადოება ქართულს რომ მე ჩვენ ძველ აზერბაიჯანელებს ყველა მაქვს ერთ რამეზე შევთანხმდეთ სახელმწიფოს უსაფრთხოების ქოლგაზე რაც იყო ეს ქოლგა ჩამოინგრა ჯერ აფერი ქოლგა რქონია მაგრამ რაც რა ილუზიებშიც ვიყავით ეგ დამთავრდა თუ ამაზე არ შევთანხმდით ლიბერასტი არალიბერასტი ტრადიციული არატრადიციული შუაშისტი პიდარასტი რავი არაპიდარ თუ ყველა საქართველოში მაწყობილ ერთ რამეზე არ შევთანხმდით ამაზე უსაფრთხოების ქოლგაზე რა ვიცი მე არავის არ დააბრალოთ აი ამაზე როგორც ვთანხმდებით მაგის მერე ვიწყებთ რიგარეშის მომზადებას და მინდა მამუკა ფიფიას გუშინდელი ისეთი გამოაქვეყნა სააგენტომ აი როიტყვეს შემძრა რა აფხაზეთშიო ილორის საძირკველიო ჩვენი ქართველების ჩასხმულიაო რაც არ უნდა ეხლა აფხაზებმა იქ იყვინონ და რაც არ უნდა პუტინმა თქვას რომ აფხაზები რაღაცა შეცდომაში რომ შეიყვანეს და რაღაც ღმერთმა იქ ქართველ კაცს თავის სახლი ააშენებინა ღმერთის სახლი ქართველმა ააშენა იმ დროს როცა რუსეთი როგორც სახელმწიფო ფიზიკურად არ არსებობდა ამიტომ ყველამ კარგად დავიფროთ ჩვენ თუ ერთმანეთს სიძულვილის ენას არ გადავდებთ ხო იმ ღვთისმშობლის ხატთან მისვლის მართლა შეგწხვებათ იცოდეთ ხვალე არავითარი უფლება აღარ გაქვს შენ მე მიხვიდე და ღმერთო სამშობლო გადამირჩნე ღმერთმა ყველაფერი გააკეთა ყველაფერი მოგცა შენ რომ აი ეს ქვეყანა შენ თუ თავა ერთი რამე იყო გაფრთხილება ამ ქვეყნის მეტი შენი მისია არაფერი არ იყო იქ ევროკავშირში სიბილი კი არა კაცო და იქ სოდომის ბების იმას ერთადერთი მისიით იბადები შენ როგორც ქართველი რომ გაუფრთხილდე ღმერთის არსებობის მტკიცებულებას რომელიც შენ ქვეყანა ამოირჩია თქვა რომ მე კაცობრიობას ჩემი არსებობის მტკიცებულება არის საქართველოო კაცო იმიტომ რომ მე ასეთ ვიმეორებ თვითონ საქართველოს როგორც ქრისტიანული სახელმწიფო არსებობსო ყველა ადამიანური მატერიალური განზომილებებით დღეს შენ არ უნდა არსებობდე კაცო ხო დღეს შენ ფიზიკურად პირჯვარსაც ვერ უნდა იწერდე კაცო ქართველი რო იბადება უკვე სასწაული ხდება იმიტომ რომ წესით შენ არ უნდა იბადებოდი იმიტომ რომ შენ ისტორიას რო გადახედავ შენ აღარ უნდა არსებობდე რაღან არსებობ ესე იგი ღმერთს ეუბნება რომ მტკიცებულება ჩემი მართლა არსებობის არის ქართველი კაცო ეს ქართველი ამას არ მინდა ესა მე იქ მინდა გავიქცეო ჟანდაბაში მართლა ჟანდაბაში და ქვეყანას წირავენ მეთქი ამით კაცო ღმერთის სახს წირავენ ყიდია რატო კალაქიანებული მეტი გექნებაო შაქარ მოყრილიო აბა შენ რა შიმშილიგინო ბიჭო აქამდე ამის მერე კაკაშკა ქვია მას კაცო აქამდეა ჯირკვლებამდეა საჭმელი კაცო თუ აქ ამას არ დაუბრუნდებით ჩვენი დიდი ქვეყნები წაქცეულა აგერაა ფაქტი რამდენი 3-4 დღის ფაქტი რა ვიცი ჩვენი დიდი ერებიც გადაჯეშებულად გამქრალ რამდენია გამქრალა კიდევაც და აგერ ხდებით რა პროცესი დაიწყო კიდე გეუბნებით ჩვენთან ახლო აღმოსავლეთში 600 კილომეტრი ასე ჰაიდრო გადაჭიმო 600 კილომეტრი კი არ არის 600 კილომეტრია იქ სირიამდე კაცო ამიტომ დავფიქრდეთ მეთქი ხალხო დროებით მაინც გადადეთ სიძულვილი მაგრამ ესენი როგორ გადადებენ ხელისუფლებიდან მოდის პირდაპირ იქიდან მოდის კაცო აი ხელისუფლებამ უნდა ჩააგდოს ზუსტად მაგ სიძულვილის მართავა იყო რა მოკლედ როგორც არის რა აი მამთავრეთ მაინც და ესე იყოს ამიტომ აღარ ნუილავარაგა მაგაზე იყოს ეგი და მოუჭათ ხო მოკლედ ესე შევთანხმდით რა ბატონო თენგის
მოგწონს შენ ბოკერია, არ მოგწონს. მოგწონს შენ აბულაძე, არ მოგწონს. მოგწონს ყობახიძე, არ მოგწონს. ყველა ამ სახში ერთად ვცხოვრობთ. არც მე გადავჯიშდები, გავქრები. არც ბოკერია და არც ყობახიძე და არც ბიძინა ივანიშვილი და არც დაუშვათ სხვა. ანუ იმის თქმა მინდა, ჩვენ გვინდა, არ გვინდა, ჩვენ ერთად მოგვიწევს თანაცხოვრება. არ გამოვრიცხავ, შეიძლება აკოპშიც ერთად ჩამოგვიწევს ჩაჯდომა, კაცო. ეგ ღმერთთან უკნა. არა, ღმერთთან უკნას, არ ქნას, კაცო, შენ ხელი გაანძრიო. არავინ ესე ფიქრობდი, კაცო, ბევრი ქვეყანა რომ ღმერთთან უკნას, მაგრამ ქნაა, კაცო. ამიტომ ამბობ, არ ვიცით ხვალ რა მოხდება. ესეთი არაპროგნოზირებადი სიტუაცია ჯერ კაცობრიობაში არ ყოფილა. ბოლო 100 წელი არ ყოფილა. даже მეორე მსოფლიო ომის დროს არ ყოფილა. ესეთი გაურკვეველი სიტუაცია. ვის რა მოეპრიანება და ვინ პროცესია დაწყებული, ვინ მეტს მოხვეჭავს. კიდევ ერთი ვინც მოხვეჭავს, ხვალ ის უმტკიცდება, ანუ უправდება, ანუ ტაო კლარჯეთი ორი ხდება, ხვდებით? ეს ხდება იმის გამო, რომ მოხდება შიდობის ეგიდის იმით, გაიგე შენ რომ გასწრო. აი გადაწყვიტეს, რომ ტაო კლარჯეთი არის თურქების და მორჩა. ახტი ეხა შენ ქართულო და დახტი, რაც გინდა კენი. კიდევ ერთი ხა მაგალითად გამახსენდა მადურომო კაცო ისაო, რა ქვია, აფხაზეთიო აღიარავ, ჯერ არც იცით მაგი. არც ჯერ მადუროს დრო არ იყო ორტეგა კი არა, თუ რა ქვია. აი ამას რო არც მე მახსოვს რო გიწევს. ორტეგა კი ნორიეგას დროს მოხდა ეგა. და სხვათა შორის არც პარლამენტს არ აქვს რატიფიცირებული სირიაში, ვენესუელაში. просто ნათქვამი აქვს რა. სიმართლე გაინტერესია ხო? რატიფიცირება არა მომხდარი. და ეხლა გაიწვიოსო, კაცო, გაიწვიოსო. რავი, სირიაში ხო ასადმა მიიღო. ხო გააგდეს ასადი. რავი, გაიწვიას უკან. ვინმე ან საერთოდ ეგ თემა დადგა საკითხი, დადგა დღის წესრიგში. რა მხოლოდ წარმოდგენა გაქვთ თქვენ თავზე? გამაგიჟებენ ესენი. ვის რაში ჭირდება, ან ვინ რაში გისმეს? ვინ გამაგებინეთ ხალხ, მართლა ერთი მეوارე ესეთი გიჟი კაცო. ეხლა დადგებიან იქ ეხლა ეს ქალი რომ მოვიდა პრეზიდენტი რა. ხო და დროებიჩებს ხო, აბა დედა ეს რა გაუკეთებია კაცო. აბა ჩხარა გაიწიოთ ახლა მართლა ილუზიებში არიან კაცო. ან ეს სირიაში ეს ტერორისტი რო ყავს პრეზიდენტად. ეს რავო ბიჭო ასაცო ხედავ შე რა გაუკეთებია. როგორაც ყიდა კაცო ქართველი ხალხიო. ჩხარა გაიწიეთო კაცო, რატო არ მოხდა? ხო პროამერიკელია მოსული კაცო. რავი, ტრამპმა სანქციები მოუხსნა სულ ღრძილებში კოცნა. ეთქვა იმ ტრამპს, რომ ბიჭო ეგეთ პატარა ეს გაიწვია უკანონობა. გამოდით ამ სიგიჟეებიდან კაცო. არავინ არაფერს გამწვევიც არ არის. ყველას ფეხებზე კიდე ყველას თავი გაჭიროებია და ყველა თავის ქვეყნის გადარჩენაზე ფიქრობს ქართველების გარდა, კაცო ესეთი არაფერი გამიგია რა. ამ ილუზიებიდან გამოდის თუ ამ პროცესის გაჩერება გინდათ, ნუ მოიტყუებთ თავს, კაცო. ჩემს სახლიდან 36 კილომეტრში დგანან მეთქი. დედა ქალაქიდან 36 კილომეტრში დგანან. იხტუნავე თავზე დადექით. რავი, ერთი ადგილზე გაიხიეთ. ბიჭო, მეგევნებით მოცემულობა, რეალურად. არ გჯერათ, წაგიყვანთ და განახებთ. გინდათ, არ გინდათ, მოგიწევთ ამ გათვალისწინება, მაგრამ ქვეყნის დაზიანების ხარჯი არ მოგიწიოთ, კაცო და გეუბნებით მაგის სუნი არის მოსული მეთქი. გასაგები 2026 წელს ტყუილა ნუელოდებით, რომ ეს იქნება მშვიდობის, არა კაცო, ეს იქნება ყველაზე გაურკვეველი წელი. ყველაზე კატაკლიზმების წელი, კაცო. აი ეხლა შედის ეს პროცესი, რო გეუბნებოდით უკრაინის მე იწყება, რაც იწყება მეთქი. ჩემი სიტყვებია, საქართველოს ერთადერთი კაცი ვარ, მე რომ ავდი. ომი არ დაწყებულა ჯერ. უკრაინის ომი ჯერ არ ეხლა თუ ამტკიცე. თუ ვიღაცას გონია ეს ომია? არა კაცო, ომი აწინახეთ თქვენ უკრაინის მერე. აგერ თქვენ და აგერ მე მეთქი. არავის არ ვაშინებ. 3 წელი ამას ყვირობ, просто ყვირი არა აკადემიური ენით და ვამბობ უბრალო თბილისური ქართული ენით ლაპარაკობ, ისე კი არა დაყენებული სახეებით. არა კაცო. არავინ გაურკვევლია რა მოხდება ხვალ. ჩვენ მზად არაფერზე არა ვართ. აი აბსოლუტურად არაფერზე არა ვართ რა. გასაგებია ბატონო პატა. კი მართალია ჩვენ
ყველაფერს სიმართლეს ვლაპარაკობთ, მაგრამ ქართველები მაინც ავართ ჩვენ ასე რომ ვთქვათ ფანტაზიის მოყვარული და მოდი კარგ ასე ნოტაზე დავამთავროთ. შენ დაამთავრე. არა, მე ჩემს იქიდან ვერ გამოვარ. შენ დაამთავრე კარიმას და ეხლა მე ვერ ვეთქვი რომ კარგად იქნება საქმე, არ იქნება კარგად, როგორ უთხრე? მე არ მეთქვის რომ კაცო შენ რო გამოხედი და რო თქვი რომ კარგად იქნება და აბა არ არისო. მე გეუბნებით არ იქნება კარგად საქმე. სანამ ამ ჭკვაზე ვარ, არ იქნება კარგად საქმე. რა ვიცი, უთხარი შენ რომ აი ღმერთი გადაგვარჩენს დედა ღვთისმშობელია გადააფარებს კალთზე. რავი, არ გადააფარა, ტაოკლარჯეთ? რატო არ გადააფარა? ცუდად კი არ გამიგოთ, კაცო. შენო სახში იჯდები და სოდომის მისკენ მიდიხარ, დედა ღვთისმშობელი წაიღებს შენზე ხელს, კაცო. რატო გადაეფარებინ აფხაზეთზე, რატო არ გადააფარა? იმიტომ რომ არ ახარ, სწორად არ ცხოვრობს სკოლის წესით, კაცო. გასაგებია, ჩამოშორდი ეკლესიას და მითხრობ, სამ შობა გუშინ ვიზერმა სამა საქართველოს. წარმოგიდგენია თუ? ყველა დაჯგუფებას თავის ეკლესიით მოზღლები ყავდა. გასაგებია ბატონობა და მე ქართველ მოგონებელს შევახსენებ რომ ჩვენთან ერთად იყო პატა აბულაძე და მუდამ იქნები კიდე. რა თქმა უნდა მე ასე მგონია. სანამ დაგვიჭ. უი, ჯორჯიან ტაიმში ხო იცი? ხო. აბა მოდიშით რა. პოსტსკრიპტო ხო იცი? ბაბატი ჯორჯიან ტაიმში. ასე ხო გამოვიდა და ახლაო ხელისუფლებას მოუწოდებო. ხო. 2026 წელსო ჩვენო ანუ ხო მედაში უნდა მიაბრძანო ნიკაო აჰა ეს ანუ 2026 წელში ეთერი აღარ გვექნება 2027 წლიდან ან თუ პირდაპირ მოგწევენ ჩართვას კამერიდან ჩავერთვებით ცოტა სახუმარო ნოდაზე მაინც დავასრულებ ახალი წელია როგორც არ უნდა იყოს მე კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს. შობა იყო, აგერ მოთხშობათ, კაცო. შობა დამთავრდა. ახალ წელს გილოცავთ. რა ვარს და ეს არის და მინდა რომ კიდევ ერთხელ და ერთხელ ეს განმეორებლად გაისმება ჩემი პირიდან ეს ფრაზა რომ ძალიან მთხოვთ, გავერთიანდეთ და გვეშველება. სიძულვილი დავლიოთ. ხელისუფლებას მოუწოდებ პირველ რიგში. იქიდან მოდის ხელისუფლებიდან მოდის სიძულვილი. რა თქმა უნდა. იქიდან ის არის წყარო, სიძულვილი წყარო არის ისა. აღარ ვიღაცამ უნდა უთხრათ ეგა რა. თუნდაც ბიზნესმა უნდა უთხრას შეწყვიტოს ეს სიძულვილის თესვა, კაცო. კარგად მზადდებოდით.